გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქართული რესპუბლიკის გადაცემათა სერიას საუბრების მომდევნო ეპიზოდს. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ნიკო სილაგაძე, ისტორიის დოქტორი, პედაგოგიკის პროფესორი და ამ გადაცემაში მასპინძლები ვიქნებით მე, გიორგი თავართხილაძე და ნუკრი კაკულია. დღევანდელ გადაცემაში, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ პირველ რიგში იმაზე, თუ რა არის ისტორიის როლი ზოგადად განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო განათლების სისტემაში და შემდგომ საფეხურებზე, ასევე რა როლი აქვს ისტორიას სახელმწიფოსთვის, როგორ უნდა ისწავლებოდეს, რა პრობლემები გვაქვს მათ შორის დღეს ჩვენ და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვართ დაინტერესებული ზოგადად ისტორიით, მათ შორის ვერ ავწევით იმას, რომ რაღაც ამბები ჩვენი ისტორიიდან, მათ შორის შუა საუკუნეებიდან გავიხსენოთ და აი ამ მაგალითებით ვისაუბროთ იმაზე, რა როგორ ისწავლება და რა პრობლემებია სინამდვილეში, რა პარალელებს უნდა ხედავდნენ ადამიანები, როცა იხსენებენ, არ ვიცი, ვახტანგ გორგასლის ამბებს და სხვა მეფეების, მთავრების და უბრალოდ პერსონაჟების ისტორიებს ჩვენი წარსულიდან. ბატონო ნიკო, თქვენ რომ გითხრათ კიდევ ორიოდე სიტყვით, თქვენ შესახებ, თქვენი გამოცდილების შესახებ და მერე დავიწყოთ ისტორიის როლის შესახებ საუბრით სახელმწიფოს და განათლების სისტემაში. რა დანიშნულება აქვს? Ну, პრინციპში დამაანონსეთ, მე მგონი, ბევრის დამატება არ არის საჭირო, ორი პროფესია მაქვს, ერთი პედაგოგიკა, მეორე ისტორია და ნავცი წლების განმავლობაში ისტორიის მასწავლებლათაც მუშაობდი, ლექტორათაც, პედაგოგიკის ლექტორათაც და 15 წელი ვიმუშავე განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორად. ასე რომ ეს არის სპექტრი პროფესიული, რომლითაც შემიძლია რაიმე წვლილი შევიტანო თქვენი ფორმატის განვითარებაში. კი ბატონო. მადლობა. ნუ რა შეიძლება პირიქით მადლობთ ძალიან სასიამოვნოა რომ მომიწვიეთ და ნუ რა ვიცი თქვენს შეკითხვას რაც შეეხება ისტორიის როლთან დაკავშირებით, ისტორიასთან დაკავშირებით ბევრი წამიკითხავს და ყველას გვსმენია რატომ არის საჭირო ისტორია. მე ყველაზე მეტად რაც მომწონებია განმარტებაში, ეს ახსნა ფერნან ბროდელს ეკუთვნის ფრანგ ისტორიკოს, რომელიც ამბობდა ასეთ მაგალითს, ცოტა ირწუც აიღებს ახს, წავა ფრანგი და იცხოვრებს 2 წელიწადი ინგლისში ამბობს ბროდელი და ამ 2 წლის განმავლობაში ბევრს ვერაფერს გაიგებს ინგლისზე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს გაიგებს თავად საფრანგეთზე. ანუ რას უსმევს ხალხს, რომ როცა ადამიანი განყენებას ახდენს თავისი მშობლიური გარემოდან, თუნდაც მოგზაურობის ფორმატში, გამჩნევს ისეთ რაღაცებს, რასაც არ აქცევდა ყურადღებას, როცა ცხოვრობდა მშობლიური კულტურის წიაღში. და აი ეს განსხვავებების გამოკვეთა, ეს ნიუანსების ხაზგასმა იწვევს მე რაც ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ, რა თქმა უნდა, ხედვა და მსოფლმხედველობა უფრო ძლიერია. ნუ ისტორია შეგვიძლია ეს წერს ბროდელი ამას სივრცითი, ანუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე და ისტორია შეგვიძლია დროის მანქანად დავინახოთ ხო წარსულში, სხვა ეპოქებში მოგზაურობა, როდესაც ისეთივე ხალხი ცხოვრობდა, ისეთივე სოციუმი იყო, როგორც დღეს გვაქვს, მაგრამ არსობრივი განსხვავებები იყო, რაც ჩვენს რეალობას კიდევ სხვა თვალით გვანახებს. და ამიტომაც ვინც ისტორია იცის, ის ცხოვრებასაც ხედავს გაცილებით ღრმად, გაცილებით საინტერესოდ, ის ნაკლებად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი და აქვს უფრო კაფეო ავტონომიური მსოფლმხედველობა, რა ვიცი, ეს სიტყვა თუ არ გამიგრძელდა, ეს არის ალბათ არსი ისტორიის. ჩაგიკითხებით მაშინ აი საინტერესო რამე ახსენეთ, რომ ეგ ვინც ისტორია იცის, ნაკლებად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი. თითქოს ხო საქართველოში აი ყველამ ვიცით, საქართველოს ისტორია, რაღაცა ქართული მეფეები, ქართული ბრძოლების ისტორია, ანუ საქართველოს ისტორია თითქოს ყველამ იცის. მაგრამ ამის საპასუხოდ რაღაცა პროპაგანდის რაღაცა სხვადასხვა ხერხებით ქართველები დღეს რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლები არიან ხო? ანუ საქართველოს ვითომ ისტორიის ცოდნა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგა თუ არასწორი ისტორია ვიცით თუ თქვენი აზრით თუ გიფიქრიათ ამაზე საერთოდ და თუ რაიმე შეგიძლიათ გითხრათ? არა, რასაკვირველია მიფიქრია და კარგი შეკითხვა, უბრალოდ ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე რომ საქართველოში ისტორია იცი. თავაზას ასე ვთქვათ, რომ საქართველოში ისტორია უყვართ, ანუ ისტორიული ნარატივები და საერთოდ ისტორიის სფერო ინტერესის საგანია ყოველთვის, სასიამოვნოა, მსჯელობა აქვს, მაგრამ ისტორია იცის ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოდის. აი მაგ ზოგადად ძალიან რთული შეკითხვაა, რას ნიშნავს ცოდნი, რაღაცა ყველა ვიცის ისტორიაზე, ყველაფერი არავინ არ იცის, მაგრამ აი ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მაგალითად ეს
ისტორიის ცოდნა და ისტორიის განვითარება 6 ცნებასთან იგივდება რა. ანუ 6 ერთი არის ისტორიული წყარო, ანუ თუ მასალას ეცნობი, კითხვა გიჩნდება თავში. რა ის სიტყვაზე ვახტანგ გორგასალი ახსენეთ და გვიყვებიან ვახტანგ გორგასალზე. ხო, პირველი კითხვა რაც არის, ის ისტორია იცის, განასხვავებს ვინც არ იცის იმისგან, რომ რაც ვიცი, საიდან ვიცი, აი საიდან ვიცით, რომ მართლა ასე იყო ეს წყარო. თუ ამ ეს კითხვა არ გიჩნდება, ან წარსულთან ან დღევანდელ არ ნიშნავს ცოდნას. კიდე არის დრო და სივრცე, ხო, სად მოხდა და როდის მოხდა. ვიღაცისთვის ეს არის 900 და 900 კლასიკით მომხდარი ამბები, ვიღაცისთვის ის კონკრეტული პერიოდია, რომელიც ებმის სხვა პერიოდს. ანუ სივრცე დროითი, ისე ვთქვათ, კომპასი უნდა გქონდეს თუ ისტორია იცი და ნუ საზოგადოების ცნებაა კიდე და ძალაუფლების, ხო, მაშინაც იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის, დღესაც იბრძვიან და აი რეალურად აი ამ განყენებებს და განშტოებებს თუ აკეთებ და მის შედეგად ვიკავშირებს ამას ქვია ისტორიის ცოდნა. ასე შეიძლება ახლა მაგალითად ჩვენ რომელიმე ქვეყნის ვთქვათ რაღაც მოზამბიკის ისტორია სულ არ ვიცოდეთ ან მადაგასკარის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისტორია არ ვიცით. გვაქვს ესე იგი ის კონსტრუქციები გონებაში, ის გამოცდილება, რომლითაც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიის სწავლა შეიძლება. ნუ საქართველოში ასე ვთქვათ რომ მასალას კი იცნობენ ისტორიასთან დაკავშირებულს, მაგრამ აი მისი კრიტიკულად გააზრების შემოქმედება დამუშავება, ამიტომაც არის, რომ არავის არ ეზარება ისტორიის გამოყენება თავისი იდეოლოგიის მსახურად და ყველა მეტნაკლებად წარმატებულია, ვინც ისტორიას მიმართავს. ეხლა რა თქმა უნდა, ეს პრობლემა საქართველოს სცილდება. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, ისტორიის მუზას კლიოს აბრალებენ ძალიან იმას, რომ ძალიან ადვილად ხდება პოლიტიკური იდეოლოგიების სამსახურში, მაგრამ ნუ ეს იმით არ ხდება, რომ ხალხმა ისტორია კარგად იცის. ამაზე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ამის საუკეთესო მაგალითი თქვენ რაც ვთქვით, ჩემთვის არის მაინც ერეკლეს მეფობა და ერეკლეს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემი წარმოდგენით და იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს ერეკლეს დროინდელი საქართველოს ქალთ-კახეთის შესახებ განსაკუთრებით არის აბსოლუტურად განსხვავებული და ეს განსხვავების შემოტანა როგორც ჩანს დაიწყო ჯერ რუსეთის იმპერიის დროს და ნუ კომუნისტების დროს განსაკუთრებით აი საერთოდ შემოატრიალეს ამ ადამიანის დროება და მის მიერ მიიღებული გადაწყვეტილებები და ნუ დღესაც იგივე სამწუხაროდ გრძელდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ადამიანი ალბათ რომ დღევანდელ სიტუაციაში ყოფილიყო, რომელიც ძალიან გავს ჩემი აზრით მაშინდელ მდგომარეობას, ჩვენი სახელმწიფოებისა რაც კი გქონდა, ალბათ აბსოლუტურად იტყოდა რომ საერთოდ არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ჩვენ აბსოლუტურად არასწორად ასწავლით ჩვენს შესახებ აი ამ ამბებს. საინტერესოა ყველა მართველი, ან რაღაცა დამყრობელი, მაგალითად საქართველოს ისტორიაში ვიღაცას ადარებდა თავის თავს წარსულიდან. მაგალითად სტალინს ჰქონდა გიორგი სააკაძის ძეგლი, იმიტომ დგას რომ გიორგი სააკაძე რაღაცნაირად მასთან შეიძლება გავაიგივოთ მიშას, მაგალითად დავით აღმაშენებლის ის ჰქონდა რა ქვია, აღმაშენებელი და ეგ წმინდა გიორგი. აი გოცნების მიერ ერეკლეს არჩევა თავიანთი იმის რა ქვია, თავის გასამართლებლად რაღაცა ნიშანდობლივიც არის და რაღაცა საინტერესო არის ამ კუთხით, ხა ერეკლე გარდა იმისა, რომ რაღაც მებრძოლი მეფეა და რაღაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ადამიანი, ასევე არის გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მომწერი, იმის მიუხედავად რომ მან ეს არ იცოდა სავარაუდოდ რა ბედიეულ და ქართლ-კახეთის სამეფოს, მაგრამ რაც მერე მოხდა იმის მიხედვით ერეკლეს ფასი სხვანაირად დაედო. შესაბამისად, ალბათ ხო ის გათვლაც იყო, რომ რაღაცა თუ ჩვენც მოვაწერთ ხელს რაიმე მსგავს, ნაკლებად გაგკითხავს ისტორია. ეს ინტერპრეტაცია ბევრს გვეუბნება ქართულ ოცნებაზე, მაგრამ არა ერეკლეს. რეალურად აი რაც მაგალითები დავასახელეთ ხო ერეკლეზე გიორგი სააკაძეზე, აქ მექანიზმი ისტორიის ინტერპრეტაციის არის როგორი ხო ვთქვათ რომ არსებობს დღეს ინტერესთა ჯგუფი, პარტია თუ პიროვნება, რომელიც თავისებურ კარგაზე იმას შევა. იგივე, მაგრამ რეალურად ეს უცებ არ ნიშნავს რომ ეს მოცემულობა აქტუალური იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში და იგივე გიორგიევსკის ტრაქტატი მე მინახავს მეგობრების ჩემის კვლევები, რომელიც ადასტურებს რომ გეორგიევსკის ტრაქტატი სულაც არ ნიშნავდა 1793 წელს იმას, რასაც მერე და თვითგრძანისის ბრძოლად შეიძლება 1795 წელს არ იყო ისეთი ფატალური მოვლენა, როგორც მერე დაიტვირთა თავის კონტექსტით. რა თქმა უნდა, არავინ იცოდა 95 და 93 წელს 1801 წელს რა მოხდებოდა და იქ შეიძლება სხვა კონტექსტები იყო აქტუალური. ესაა ტიპიური ის რომ აი ეს ვერტიკალზე როცა ვაწყობთ ისტორიას, ვიღებთ რაღაც და რასაც სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ ალბათ ამ კუთხით, ხო? ანუ კი ბატონო, ეხლა ეს მეტანარატივებიც ლამაზია და რაღაც თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ ეს მისი წარმოქმნის მიზეზებზე შეიძლება ლაპარაკი და
მეორე კიდე ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი კლასიფიკაცია ისტორიის, თავისით წარმოჩენა და ანუ თავისი კომუნიკაცია უნდა ქონდეს წარსულთან, ყველა თაობას, ყველა ბავშვს და ეს არის ალბათ ისტორიის ცოტა ალბათ ვიღაცის ინტერპრეტაცია. სკოლის დამთავრების შემდეგ და იქამდე სანამ რაცა უფრო სწავლას მივყოფდი ხელს პროფესიულ დონეზე ისტორიას, მეც ცოტა არასწორად უყურებდი ისტორიას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სწავლების პერიოდში თავიდანვე იყო ის, რომ ხო, თავარია ისტორია არ უნდა შევაფასოთ ისტორიულ მოვლენები დღევანდელი კონტექსტის მიხედვით. დღეს რო ცოდნა გვაქვს და დღეს რა პარადიგმებიც არსებობს საზოგადოებაში, იმის მიხედვით თუ შევაფასებთ მაგალითად ბაღვაშების გვარს, მივიღებთ მოღალატეებს. მაგრამ ხო, კი, გამარჯვებულის მიერ დაწერილი ისტორია, მაგრამ თუ გადავალთ დროის მანქანით მე-12 საუკუნის საქართველოში ცოტა სხვანაირი სიტუაცია დაგვხდება. ეგ არის რომ მნიშვნელოვანი რომ საზოგადოებების ფართო მასებში მაგის შეღწევადობა არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ რაღაცას ისტორიულ ადამიანს ჩვენი გადმოსახედიდან და არა რეალურად როგორი სიტუაცია იყო მაშინ. ხო, ნუ დაწუნებული ვარ ჩვენი მსმენელიც და არამსმენელიც. ახლა რასაც ვამბობთ ამაზე ორი ხელით მოგვიწერს ხელს, რომ ესეც არის მართალია ყველა ადამიანის პერსპექტივიდან, ყველა ჯგუფის პერსპექტივიდან უნდა დაინახოს და სიმართლის პროექტი როგორია სინამდვილეში, ამაზე ლაპარაკი ცოტა არ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მაინც ხდება ხოლმე და ესეც თვითონ საგნის ბუნებაც არის ესეთი უბრალოდ ეს ინტერპრეტაციები არ უნდა მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება და მაგ ძალიან ფილოსოფიაში და ინტერპრეტივიზმში რო გადავიდეთ, ანუ საზოგადოებრივი მეცნიერებების განსხვავება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან რა არის, რომ ბუნებისმეტყველებაში კვლევარი და კვლევის ობიექტი არის განყენებული ერთმანეთისგან, ხო, ასე სიტყვაზე ვიძახი თუ გელს ვიკვლევთ ან რა ვიცი, დათვს ვიკვლევთ, ნებისმიერი ბიოლოგისტვის ეს ერთნაირი კატეგორიაა განურჩევნად მათი ბექგრაუნდისა და საზოგადოების შემთხვევაში მკვლევარი თვითონ თავისი ინტერპრეტაციით მონაწილეა რეალობის შექმნის. ანუ ჩვენ ახლა ჩვენი გადაცემა რომ მოვყვეთ როგორია, რომ დამთავრდება ამ მსმენელმა რომ მოყვეთ, შეიძლება 10-ნაირი ნარატივი მივიღოთ. ერთმა თქვას რომ ძალიან საინტერესო იყო, მეორემ არ არის საინტერესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე უფრო მართალია. ანუ ყველა ფაქტორი, ყველა მონაწილე თავისი აზრით არის იმ რეალობის შექმნაში თანამონაწილე და ასე რომ ესე დაყენება რომ არსებობს რაღაც ობიექტური სიმართლე წარსულში მით უმეტეს ეს სიმართლე გაჭრილი 4 საუკუნოვან და 20 საუკუნოვან პერსპექტივაზე ეს ხო მეცნიერული არ არის ეს მიდგომა. ერთადერთი ჭეშმარიტება ისე რომ ჭეშმარიტება ხო მაინც არ არსებობს და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ უნდა ქონდეს. მართალია, ანუ სოციალურ რეალობაში ჭეშმარიტება ასე არ არის, როგორც ვთქვათ, თუმცა საბუნებისმეტყველო საგნებშიც ახლა Discovery-ს და იმას თუ ნახავთ National Geographic-ს, ნახავთ რომ იქაც ცოტა სხვა ინტერპრეტაციები წამოვიდა დამკვირვებლის თვალზე და ეხლა რაც არ ვიცით ნუ გადავალთ იქეთ. მე ესეთი კითხვა მექნებოდა, აი მათ შორის ისტორიის როლზე ვისაუბრეთ და მათ შორის ყველასთვის ცნობილია ხო, რომ ისტორია გვჭირდება იმისთვის, რომ დღევანდელ მოცემულობაში უფრო ადვილად გავერკვეთ, იმიტომ რომ უკვე გამოცდილება არსებობს ინტერპრეტაციების მიუხედავად, ნუ რომელიღაც ინტერპრეტაცია მაინც მეტნაკლებად შეიძლება სწორად ასახავდეს რეალობას და ვიცოდეთ, რომ აი მომავალში შეიძლება მიგვიყვანოს ამან, ან როგორ უნდა ვიმოქმედოთ და სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ისევ როგორც ყველგან დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება მაინც ყველა საფრთხეებიდან გამომდინარე ალბათ უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს ჩემი აზრით ვიდრე სხვები, იმიტომ რომ ფუფუნება არ გვაქვს. მრავალია ისეთი აზრი არსებობს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მათ შორის სწორი საგარეო პოლიტიკის დაგეგმვას შეიძლება გარკვეულ ნაწილში და ასე შემდეგ და მაგალითად მოვიყვან ესეთ ამბავს, რომ ყველამ ვიცით, მათ შორის აი გიორგი პირველი არის ბევრისთვის საყვარელი მეფე და ჩემთვისაც იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გაბედა და ისეთი და კონფლიქტში შევიდა ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც მე მგონი იმ დროიდან მსოფლიოში ყველაზე მაკედონელების დინასტიის ბიზანტია არის. ისეთი მოკლედ ამბიციური გეგმა დასახა, რის გარეშეც მე მგონი ერები წინ ვერ წავლენ თუ ამბიციურები არ იყვნენ. მოკლედ ეს სხვა ამბავია მისი შეფასება, მაგრამ საკმაოდ სერიოზული მოვლენებს ასე ვთქვათ დაუდო სათავე და ამ ადამიანმა იმისთვის რომ თავისი ტერიტორიები, რასაც თავისად თვლიდა და რაც იყო ასე ვთქვათ საქართველოს შემადგენლობაში მამამისის დროს ყოველ შემთხვევაში ამის დასაცავად
შეუკავშირდა ეგვიპტის სულთანს, ხო? თუ არ ვთქვი, მაშინ სულთანი იყო, ხო? ალ-ჰაკიმი. ალ-ჰაკიმს, რომელიც იყო კი მუსლიმური სამყაროს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. გამოაცხადა თავი ცოტა ხანში მე. და იმიტომაც მე რა ბედი ეწია არ ვიცით ალბათ. ხო და მოკლედ ესეთ ყველაზე ძლიერ მუსლიმურ სახელმწიფოსთან დაამყარა ასე ვთქვათ სამოკავშირეო რაღაცა ურთიერთობა იმისთვის რომ ბიზანტიასთან რომელიც მაშინ იყო მართლმადიდებლური სახელმწიფო თავისთავად ყოველთვის იყო წინააღმდეგობა გაეწია და აი ისტორიის მათ შორის როლი ისიც უნდა იყოს ალბათ არის რომ აი ამ ამბით გითხრას რომ დღევანდელობაში მსგავსი ტიპის შებოჭები შენ არ უნდა გქონდეს თუ კი იცი რომ წარსულშიც იგივეს ვაკეთებდით მაგრამ ალბათ ადამიანებმა მათ შორის ეს ისტორია ასე არ იციან და გონიათ რომ აი მათ შორის ერთმორწმუნეობა ზოგიერთისთვის იმის საწინდარია რომ აი რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს და აქ სრულდება და შენ საგარეო პოლიტიკას შენს ინტერესებს მათ შორის რაღაც საზღვრები აქვს რასაც ვერ გაარღვევ და საგარეო პოლიტიკაშიც ასახავენ ხოლმე ამას და ეს ჩემთვის მაგალითი არის ყოველივე ამის საპირისპიროსი. ხო, გავიგე, მაგრამ არის შანსი რომ ეს გამოვიყენოთ განათლების სისტემაში ისე რომ ცოტა სხვა კუთხით ვიტყოდი მე, აი ცოტა კამათის რეჟიმი, როგორც არა ისტორიკოსი რაც თქვით ახლა თქვენ, ანუ ესეც საკმაოდ ტიპური მაგალითია ისტორიის ინსტრუმენტალიზების, თუმცა შეიძლება უფრო სხვა მიზნით და საზოგადოებისთვის დღეს უფრო კეთილშობილური მიზნით, მაგრამ რო შევხედოთ იგივე 11 საუკუნის კონტექსტს, ხო, გიორგი ეს კონსტანტინე გამსახურდიას დასახურება რომ მან ასეთად წარმოგვიჩინა დიდოსტატის მარჯვენაში გიორგი პირველი როგორც სატანს ბიზანტია რუსეთთან ჩაანაცვლა და ეს გააკეთა მაგრამ იმ დროინდელ რეალობას თუ შევხედავთ ხო ანუ იქ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა რამდენად იყო გიორგი პირველის მოღვაწეობა იმ ალ-ჰაკიმთან კავშირი რას ნიშნავდა მაგრამ ჩემთვის იმას არ აქვს მნიშვნელობა რა მიზანი ჰქონდა მისთვის შეიძლება ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლა არ იყო მაგრამ რაღაც ინტერესს ემსახურებოდა ყოველ შემთხვევაში უბრალოდ ეს ინტერესი ჩვენი რა არის დღეს და ჩვენ რაც გვინდა იმას რამდენად ხედავთ ეს სულ დგას ეს საკითხი და მანდაც შეიძლება ეს იყოს მაგრამ ეს ხა ისე არ ვიდა ვაჩვენო მაყურებელს და თქვენს თავი რომ თითქოს ხო აი მეცნიერები ზოგჯერ დროსა და სივრცის მიღმა ცდილობენ დადგნენ და ყველა კონსტრუქციის დეკონსტრუქციას ცდილობენ და ანუ ყველა დასკვნის გადასინჯვას ხო ანუ შეიძლება ხა გიორგი პირველთან რაღაც საკამათო იყოს მაგრამ თვითონ ისტორია არ არის ასე დროსა და სივრცის მიღმა მეცნიერება მე ცოტა სხვა კუთხით მგონია საჭირო უფრო ისტორიის ცოდნა გეტყვით როგორ აი მაგალითად აი დღეს რაც ჩვენ გვიჭირს არის სახელმწიფოებრიობის იდეის არასწორი ინტერპრეტაცია ხო აი რა არის სახელმწიფო ხო ეს სიტყვა ხო ყველა მიცის მაგრამ რეალურად საქმეზე რომ მიდგება აღმოჩნდება რომ არც ისე ისიც ხო აი ისტორია რატო აბასწავლებელი რომ აი შევხედოთ სახელმწიფოს განვითარებას სხვადასხვა ეტაპების მიხედვით და აი რა და ის სიტყვაზე ვიძახი აი ვთქვათ მე-18 საუკუნეში ლუი მე-14-მ უთხრა ერთ-ერთ გენერალური შტატების დეპუტატს, რომ იმან უთხრა ასე ჭირდება სახელმწიფოს. იმან უპასუხა სახელმწიფო ეს მე ვარ და მიახვედრა რომ გაჩუმდირა. ეს იყო მე-17-18 საუკუნის სახელმწიფო და მე რო შევხედავთ როგორ შეიცვალა თვითონ სახელმწიფო და დღევანდელი სახელმწიფოები რა არის და აი ეს ცოდნა გვექნება ხო რომ დიალექტიკა როგორია რა შეიცვალა მოხდა საფრანგეთის რევოლუცია სადაც სოლიდარობის ობიექტი გახდა ნაცია ხო აქამდე ფეები თუ ამბობდნენ რომ ღმერთმა მომცა ძალაუფლება და ჩემია ეს ქვეყანა საფრანგეთის რევოლუციამ შექმნა კონსტიტუციის იდეა ხო რომ ჩვენი ფრანგი ხალხის არის ქვეყანა და ჩვენ ხელისუფლებას წყაროვართ და გაძლევთ ძალაუფლებას რაღაცა კონკრეტული დროით რაღაც კონკრეტული მიზნით ანუ ნაციონალიზმი აქედან მოდის ხო მე ბიუროკრატიაც ჩადგა მე ნაციონალიზმის სამსახურში და არა აბსოლუტი მონარქიის სამსახურში ანუ შეიცვალა არსობრივად სახელმწიფოს იდეა ხო რომელიც გუშინ იყო მეფის დომეინი რაღაცა და დღეს გახდა ხალხის ის ცოტა მოგვიანებით უკვე დემოკრატიის შემოსვლასთან ერთად ხო უკვე დემოკრატიული პრინციპები შემოდის რომელიც თითოეულ ადამიანს იცავს ამ სახელმწიფოში ხო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა რა არის რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს არ უნდა გაიჭრილიტოს რაღაც ნაციის ინტერესების ლოგიკით ხო წინა ხელისუფლების დროს უყურებდით იქ რუსეთის აგენტობის იარლიკი როგორ ეწებებოდა ყველა იმას დღეს
უყურებთ, აგერ მის იარლიკი როგორ ეწეება და deep state-ის თუ რაღაც უძახიან ხო? ამის აგენტი როგორ ხდება? ანუ მოკლედ, ისე თქმა მინდა რომ რა არის სახელმწიფო, რატომ არის საჭირო სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს შეიძლება მრავალნაირი ინტერპრეტაციის საგანი იყოს, მაგრამ აი ისტორიული დიალექტიკა, მისი თუ იციან თქვა და ის ძველი საბერძნეთის დროიდან ადამიანებმა იქ უფრო დღევანდელობა, ანუ დღეს მსოფლიოში რა ხდება, ამის გაგება არის ბევრად ადვილი და უფრო ადვილია მივხვდეთ ტრამპი რატო ებრძვის იქ ვიღაცებს და ვერც ებრძვის პუტინის რეჟიმი რატო არის დაუშვათ განყენებული რაღაცა და ალტერნატივა კი არ არის კრიმინალია მივწვეული კუთხეში ხო ანუ რაც არის ეს ყველაფერი უფრო ადვილად ახსნადი და გაგებადია როცა ისტორიული მაგალითებით ხდება თორე აი თუ არ არის ეს ცოდნა რომ როგორ იცვლებოდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის ხერხები სახელმწიფოს იდეა საზოგადოება თვითონ თავისი იმითი მაშინ შეიძლება ვიღაცამ ესეთ ინტერპრეტაციას გააკეთოს რომ რა ვიცი ხა უყვარს იმას თავის სამშობლო ამასაც უყვარს სამშობლო და ანუ ნებისმიერი მაგალითის თავსმოხვევა შეიძლება და ანუ ესე ისტორიის სწავლა ჩემთვის ნიშნავს უფრო იმას აი დღევანდელობისთვის აქტუალური ცნებების უფრო დიდ პერსპექტივაში დანახვას ბევრი ისტორიული ეპოქის მაგალითზე ხო აი ზოგჯერ ესეთი მაგალითიც მოყავთ ხოლმე რომ აი თქვათ თუ წითელი მანქანა მიდის და ეს დაინახა პატარა ბიჭმაც და მანქანის ექსპერტ სპეციალისტმაც ხო მანქანაში ერთი და იგივე ხო არ დაინახეს მათ იმან დაინახა წითელი მანქანა რომელიც ასიგნალებს და ამან დაინახა მანქანის სერია მანქანის მარკა მანქანის სიმძლავრე აი იგივე ხელოვნებაცოდნე როცა უყურებს სურათს და ჩვეულებრივი მოკვდავი ჩემსნაირი მაგალითად უყურებს მე ლამაზ ნახატს ვხედავ და ის ხედავს თელი სტილი მიმდინარეობა ხელოვნების ელემენტები პრინციპები კონტექსტი და აი სოციალური ცხოვრება ამას გავს ხო რომ აი დღეს რაღაცა ხდება ვიღაცა არჩევნებს აყალბებს ვიღაცა იძახის არ გაყალბებულო ვიღაცა ძალაუფლებაში ბოდის ვიღაცა აი რო გავიგოთ მოვლენების სიღრმე აი ბუნლებით რო დავინახოთ ანუ ამ შემთხვევაში ბევრად რთული იქნება ამ შეიძლება ისტორიის იმდენი ინტერპრეტაცია იყოს რამდენიც ადამიანია საქართველოში და ყველასთვის თავისი მართლი არსებობდეს მაგრამ თვითონ საბაზისო რაღაცებზე რადგან სახელმწიფო დგას გვექნება უფრო მეტი შეთანხმება და ეს უფრო გაადვილებს ქვეყნის განვითარებას და განვითარებაზე ალაპარაკი არსებობის შენარჩუნების ის უფრო ვიდგას დღეს ხო კი ისეთ დროებაში ვართ რომ ეგ ნამდვილად გიდგას მე კიდე აი რაზე მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო მათ შორის როგორც ადამიანს რომელიც მონაწილეობდა აი ამ და იცის როგორ იგეგმება მათ შორის ისტორიის სწავლება და რა პრობლემებია და რა არა. ჩვენ საზოგადოებაში ერთი პრობლემა კიდე რაც არის, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ისტორიული პერსონაჟების გაკრიტიკება არის ზოგ შემთხვევაში ტაბუდადებული ხომ. არის თუ არა რაიმე, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით იმისთვის, რომ აი სკოლის დონეზე ეს შეცვლილიყო, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, რომ ჩემთვის სკოლის პროგრამას რაღაცა აი ეს სხვა თვალით დაინახებინა, რომ შეიძლება დავითი გამაკრიტიკოს. დავითის მე ზოგადად ალბათ ის პრობლემაა, რომ როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, საქართველოში ისტორიის მოყვარულები არიან, მაგრამ ეს ისტორია უფრო მითოლოგიურ ჭრილში უყვართ და კითხულობენ, ვიდრე რაღაცა რეალური ისტორიის ჭრილში და ხო ეგეთი ადამიანები უფრო მითოლოგიური და საკრალური პიროვნებები არიან ქცეულები, ვიდრე რაღაცა ისტორიის საგნად, რომელსაც შეიძლება კითხვა დაუსვადა. და აქვე ხო, და მათ შორის ხო, მაგრამ შენ რაც ჩამოთვალე საკრიტიკა, ეგ ჩემთვის პირიქით, ანუ დავითის პოლიტიკა ამის შემთხვევაშიც და დისკუსია ხა ცოტა ეკლესიის შემთხვევაშიც ის არის კრიტიკაში მე მინდა აუხსნა ახლა მაყურებელს, რომ აუცილებლად უარყოფით კონტექსტში კი კრიტიკა არის, ანუ მისი შესწავლის და დასკვნების გამოტანის საშუალების, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში მიყვანოს იქამდე, რომ კი იცი რა, ყივჩაღები რო არა და სხვა ჩამოესახლებინა იქნებ უკეთესი. ნუ ბაზარზე ხელმისაწვდომი რაც იყო. ხო და ეგრე უნდა შეხედა, აი ცოტა ის რო გავაკეთოთ, თავიდან ვთქვით ისტორია ზოგადად რა შეჭირდება ადამიანს, ხო, ანუ ფერნან ბროდელის ის რაც ვთქვით, ხო თავიდან. და აი ახლა უფრო სხვა საკითხია ეს კიდე უფრო რთული, რომ თვითონ ის სკოლაში რატო ვასწავლით ისტორიას, აი სკოლა რა არის მიზანი და აქ თუ გადავხედავთ სამეცნიერო ლიტერატურას სამი ასე ვთქვათ წმინდა სიტყვა, როცა ამას ამბობენ პერსონალიზაცია, ანუ ადამიანმა გაითავისოს რაღაცა აქციოს თავის პიროვნული იმად, სოციალიზაცია, ანუ რაღაცა იდეები და რაღაცა მემკვიდრეობა გადავცეთ ბავშვს, ხო და ვაქციოთ აი ამ სოციუმის ნაწილად და არის კიდე კვალიფიკაცია, ხო, ანუ მეცნიერული ცოდნა მიიღოს კარგად. რეალურად როცა პროგრამა იქნება თუ ეროვნული სასწავლებელი, სამივე
ორივე ეს არის ძალიან აქტუალური, მაგრამ ყოველთვის დავამიდის და ძალიან შეურიგებელია რა არის ათვლის წერტილი, ანუ პირველ რიგში მნიშვნელოვანი რომელია, ხო? და ძალიან სხვადასხვა რამ გამოდის იმის მიხედვით, აი თუ მაგალითად კვალიფიკაციას ავიღებთ ყველაზე მთავრად, რას აი მაშინ ამას უფრო უნივერსიტეტის ლექტორები აკეთებენ. მივიღებთ პროგრამას, სადაც არ გამოგრჩეს რამე მნიშვნელოვანი და ავიღებთ უზარმაზარ ჩამონათვალებს და ანუ ისინი უფრო იმაზე კი არ ვჯელობენ ბავშვმა რა უნდა გრაფშაში გამოადგება, არამედ აი ისე როგორ შევქმნათ ამბოცულობაში პროგრამა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ დაკნინდეს ეს ჩვენი დიადი მეცნიერება. ეს არის როცა კვალიფიკაციაზე ვიწყებთ და არა სოციალიზაციაზე როცა მაშინ იწყება სწორედ ეგ ხა რაც ვთქვით ეს დავით აღმაშენებელზე ეს არის ნაციონალისტური ისტორიოგრაფიის მიმართულება, ხო? აი თუ ვიტყვით რომ აი ქართული ნაციისთვის გმირი ადამიანები გამოჩნდნენ არა უფრო მაღალ ფერებში ვიდრე ყოფითი ადამიანები არიან, ხო? ანუ ეს არის ისტორიის სოციალიზაციის კუთხით, ანუ სკოლას და მას ისტორიის სწავლას თუ შევხედავთ ინსტრუმენტალიზებით თუ რაღაცა იდეის ადვოკატირებისთვის, ხო? მაგრამ ეხა ნაციონალიზმი ვთქვით, მაგრამ მარტო ნაციონალისტური ინტერპრეტაცია ხო არ არის კიდე, რავი, 1000-ს შევხვდებით, ხო? აი შეიძლება აი საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად მარქსიზმ-ლენინიზმიც იყო ამასთან გაზავებული, ხო? ეხლა დღეს ძალიან ტიპურია ბევრი სისტემისთვის ეს შრომითი ბაზრის ადვოკატირება და უშუალოდ ისტორიის გზით ან კიდევ გარემოს დაცვაზეა ხოლმე, აი გაეროს განვითარების მიზნების პროგრამასთან ძალიან დაახლოება. ანუ მოკლედ არსებობს მიუხედავად ყველა ამ იდეოლოგიის დიდი განსხვავებისა, საბჭოთა კავშირი ნაციონალიზმი ვთქვათ ეკონომიკის სფერო ვთქვით, საფუძველი ერთი აქვს ამას. ყველგან არის რომ რაღაცა იდეა მივიტანოთ საგანთან ერთად, რომელიც მოქალაქეს აქ და ახლა სჭირდება და ნუ პრინციპში ეს ორივე მაინც არის ანტიპედაგოგიკური, ხა ეს სუბიექტური აზრია, იმიტომ რომ აქ ათვლის წერტილად რო ვიღებთ ჩვენ რაღაცა სოციალიზაციის, სოციუმისთვის იდეები, რაც არის მნიშვნელოვანი და მეცნიერებისთვის კვალიფიკაცია, ბავშვი გვერდზე გრჩება ესეთი გამონათქვამიც არსებობს, რომ სკოლა და პედაგოგიკა ზოგჯერ ბავშვს კი არ ახალისებს რამე დაინტერპრეტიროს პირიქით, მტრულადაც არის განწყობილი თუ ბავშვის შეება. აი თუ ავიღებთ პერსონალიზაციას, ხო, ანუ ბავშვმა რომ მივაწოდოთ მასალა იმისთვის, რომ თვითონ გახდეს ის შემოქმედი რაღაც თვალსაზრისით, რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი დავით აღმაშენებელი თვითონ დააფასოს ისე როგორც და თქვას რომ თქვათ, აი ინგუისტურნისის კრებაზე ვისი მოტივი, ჩემი აზრით ეს უფრო იყო ვიდრე ის, ხო? ანუ ერეკლეზე თქვას ასე, აი ღია უნდა იყოს ეს სივრცე, ეს ამას ნიშნავს ეს პერსონალიზაცია და იქ უკვე აღარ არის ეს წმინდა ფიგურები ასე მნიშვნელოვანი. მთავარია რომ ახლა ვიღაცა იტყვის რომ საქართველოს ისტორიას ხო არ ვაკნინებთ, მაგრამ რატო ვაკნინებთ, ხო? ანუ თუ ვამბობთ რომ საგანს ქვია საქართველოს ისტორია და არა მეტი არაფერი. თუ ვამბობთ რომ საქართველოს ისტორიაში მასალაზე ვმუშაობთ, ხო, ვახტანგ გორგასალზეც, მირიანზეც, ანუ სასწავლო მასალად ვიღებთ და მე უნდა ჩემი მიზანი მასწავლებლის რო არ უნდა იყოს რომ ბავშვი გავათავისუფლო, თავისუფლება მივანიჭო და მას გამოვაყენებ, მას თვითონ გავხადო ის, აი ლიტერატურაში უფრო ჩანს, ხო, ეხლა აი ვეფხისტყაოსს სტუს სწავლობთ, ან იმას თავისი ინტერპრეტაციებით ხო არ უნდა ვისწავლოთ. ნებად უნდა ვისწავლოთ. ეგ რატო ვერ მოხერხდა ვერასდროს ჩვენთან, რომ აი რაღაცა ისტორიას რომელსაც ვსწავლოთ ან ნებისმიერ მოყვება რაღაცა ისინი, რა ქვია, უკვე წინასწარ გამზადებული პასუხები კითხვაზე. და ეგ მაგის ჩახსნა ვერ მოხერხდა ვერასდროს ჩვენთან, რომ მეტი თავისუფალი აზრის გამოხატვის და მეტი ბავშვს კონდეს მეტად უფლება, რომ აი რასაც ამბობდით, რომ ინტერპრეტაცია თვითონ გაუკეთოს და არა ის, რომ მასწავლებელი და წიგნი თავიდანვე მომზადებულია იმისთვის, რომ აი ამ კითხვაზე წინასწარ გამზადებული პასუხები მიიღოს. ალბათ ეს ვერ მოხერხდა, რომ სახელმწიფოს ინტერესია, რომ რაღაცა მორჩილი სახელმწიფოსაც ნუ თავის ცოდვები ეყოფა, ანუ მარტო სახელმწიფოს რაც არ არის მხოლოდ ეს, ანუ მთელი საზოგადოება არ არის განათლების მიზნებზე შეთანხმებული. ხა მე მაგალითად აი რასაც გიყვებით, ეს ჩემ აზრს კი არ გეუბნებით, დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა, ხო, ანუ სკოლაში რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ ეს დოკუმენტი გულისხმობს ანან კობახიძე გამოაცხადებდა, რომ 11 წლიანი ასწავლება და ამით გაანულებდა ყველა პროგრამასაც და თელ სისტემასაც. ანუ დღეს რაც
სწავლობენ მოკლედ ბავშვები. ფილოსოფიით ისე აგებული ზუსტად, რაც მე გითხარით, რომ აძლევს ბავშვს პიროვნული განვითარებისთვის სივრცეს, მაგრამ არასოდეს ეს შეთანხმება არ იყო ქმედითი ხო, ანუ იქ ერთია რა წერია სასწავლო გეგმაში, განათლების პოლიტიკა რასაც უცნება მეორეა და კერძო პრაქტიკები რაზეა, ძლიერი პოლიტიკა და ძლიერი ის არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან და ამიტომ არის რომ ეს რასაც ვამბობ ცოტა მითოლოგიური არც ერთი ჩვენგანის სასწავლო გამოცდილებას ეს არ ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სხვანაირადაც არის. და რა ვიცი, ეს ზოგადად მარტო საქართველოს პრობლემაც არ არის. ზოგადად აი შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს ახლა ვთქვათ ჩვენს გადაცემაში თუნდაც და გითხრას რომ ეს სრული ნონსენსია ისტორიის გათავისუფლება იდეოლოგიისგან. რატო ნონსენსია? ნუ რა თქმა უნდა კულტურისგან ვერ გავათავისუფლებთ, იმ კულტურაში ხდება ეს ინტერპრეტაციები, მაგრამ ერთი საქმეა რომ ჩვენ თვითონ ქართველები ვართ და ჩვენ კულტურას ვასწავლით ბავშვებს წიაღში ვასწავლეთ რაღაცა ბუნებრივად მოყვება ჩვენს ნარატივებს და მეორეა მიზანმიმართული რაღაცა იდეები, რო არ ვთქვათ, ინდოქტრინაციები რო გვაქვს რაღაც საკითხებთან მიმართ და ასე რომ ზღვარი ყოველთვის არის ამას შორის. ხო, მან ერთი კითხვა გამიჩნდა. თუნდაც აი წიგნებისა და სახელმძღვანელობის შექმნის პროცესს რო შევეხოთ, ხო არ არის პრობლემა ან რაღაცა უარეს ხო არ გააუარესა, მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ თქვენს თუ გაქვთ ამაზე ნაფიქრი. აი 2013 წელს იყო ხო მე მგონი, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ რაღაცა თვითონ უფასოდ დაერიგებინა წიგნები ბავშვებისთვის და ეს შეიძლება კეთილშობილური იდეაა, მაგრამ რა ფორმითაც გაკეთდა ეს რომ რა ქვია გამომცემლობებს და რეალურად რა ქვია კომპანიებს რომლებიც დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ რაღაცა მოგება ენახათ ამ იმაში კონკურენციაში ჩართულიყვნენ და ამის ხარჯზე გაზრდილიყო ხარისხი თუნდაც სახელმძღვანელოს რომელიც ასევე თავისუფლი პროდუქტია მოხდა ისე რომ გამომცემლობებს ყველანაირი мотиваცია წაართვეს იმისთვის რომ რაღაცა კარგი სახელმძღვანელო შეექმნათ. ამის მიუხედავად მაინც რაღაცები ვინც არიან პირადად ვიცნობ მაინც თავს არ ზოგავენ, მაგრამ ანუ ეს мотиваციები გინდა არ გინდა ხრება. და აი ეს რამდენად სწორი რამდენად ხო რა თქმა უნდა ეს იყო დიდი შეცდომა რომ 2013 წელს გაკეთდა ვიღაცები თავს არ ზოგავენო თქვენ თქვით და სინამდვილეში ზოგავენ იმიტომ რომ რეალურად ისე გამოვიდა რომ სახელმწიფოს ხელში რომ გადავიდა ეს ამბავი ესეთი ასე თქვა იქ თლად ბოლომდეც არ გადავიდა იმათმა თავისი გამოცემლობებმა თავისი წიგნის მომზადება მაგრამ ფინანსურად და იურიდიულად რაღაცა შეხავათები გაკეთდა მე ასე ხისტად არ ეხაც თითქოს მოკეთ ეგ ერთი საკითხია და ცუდი საკითხია მე იმიტომ ამბობ ამას მე მუშაობდი გამომცემლობაში და შესაბამისად მახსოვს რომ ძალიან თითქმის არაფერს არ იღებს გამომცემლობა კი არის ეგ პრობლემა ნამდვილად და მანამდეც მოკეთ ის არ ვამართ პირიქით მოწინააღმდეგე ვარ ამის ფსევდოსოციალიზმის რაც მაშინ გაკეთდა და რაც დღემდე გრძელდება და კი რა შედეგი მოიტანა ამასაც გეტყვით ხანში უბრალოდ ის აღნიშნოთ რომ თავს ზოგავენ რას გულისხმობ რომ ამით რაც მოკვდა პირველ რიგში მოკვდა გამომცემლთა და ავტორთა ჯგუფების мотиваცია ეზრუნათ პროგრამის განვითარებაზე დარჩნენ ისინი პრიმიტიული აღმასრულებლის როლში. ანუ ვითომ გრიფირება ხო კონკურსია, გრიფირება ქვია მაგ კონკურსს, როდესაც 15 სახელმძღვანელო შემოდის თქვათ და 2-3 საუკეთესო უნდა აირჩეს რაღაც. აი ეგრო არ ყოფილიყო განვითარების დინამიკა ბევრად მეტი იქნებოდა და სახელმძღვანელოებში ბევრი კარგი ჩანაფიქრი უფრო რეალიზდებოდა. და ეხლა ვიღაცა იკითხავს ალბათ, ასე არ ჯობიაო, მაგრამ მე გეტყვით ეხლა დღეს რა მივიღეთ შედეგად. ანუ ეს გამოვიდა რომ წიგნების დისტრიბუცია და დარიგება და მიწოდება სკოლებისთვის გადავიდა სახელმწიფოს ხელში, ხო? ვითომ რომელიც უფრო მზრუნველია და ეხლა დღეს შეხედეთ სკოლაში ამ მდგომარეობა და ხელად მიხვდებით რა შედეგი მოყვა ამას. ანუ ბავშვებს იმის გამო რომ ეგ სოციალისტური ლოზუნგები გატარდეს და უფასო წიგნები მისცენ, ყველა სემესტრის დასაწყისში უცვლიან წიგნს, ხო? ჯერ გაყვეს 2-3 ნაწილად, ანუ ჯერ ერთ წიგნს გაძლევენ, მერე მეორეს გაძლევენ, მერე ის უნდა ჩააბარო, მერე შემდეგ კლასელს უნდა შეხვდეს ნახმარი წიგნი წინასე და ანუ გამოდის რომ მე თუ ვთქვათ ისტორიის სწავლა მინდა და ბავშვი ვარ მთელი წიგნი ჩემ ხელში არასოდეს არ ხდება არც მეშვიდე კლასში არა დაუშვათ ახლა არ ვსწავლობ გაკვეთილზე და კი იცით ახლა არ არიან შეიძლება ბავშვები მოტივი აი ზაფხულში მინდა დაუშვათ გადავშალო და წავედი მე მაგას ვაკეთებ ან ზახო აი რა ვიცი ჩემეც ყველა გავიხსენებთ ალბათ აი ეს არის ბიუროკრატებისა და ტექნოკრატების რომლებიც საგანმანათლებლო სპეციალისტებს გვერდზე წევენ პოპულისტების იდიოტიზმი ნუ პოპულიზმები ყოფილი დარჩნენ მაგალითად იმითი მაშინ რომ აი
ვარიგებთ უფასოდ წიგნებს. აი უფასო წიგნები რომ მაგალითად შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იმას აქვს. ყვებას არასდროს არ ეშველა იმაში. თუ უნდათ რაღაცა კეთილშობილება, ხო, აი ეს ადასტურებსაც რა ვითომ კორელაცია ხო არ არის ამასთან, რომ აი გავშევ გამოცემლობებს გამოვართვით სკოლებთან კომუნიკაცია და ბიზნესი ამ კუთხით და სახელმწიფომ აიღო თავის თავზე და ვითომ უფრო მზრუნველ ხელშია და ვითომ უფრო იმის ხელშია. ხო, ზოგადად დავადასტუროთ რომ კონკურენცია მოსწავლეებს შორის რა თქმა უნდა ცუდი არ არის საჭირო, მაგრამ თვითონ განმანათლებლო სერვისებში რო იყოს ეს კონკურენცია და სკოლის განვითარებაზე ბევრად კარგი შედეგის მომცემ. თუმცა აღნიშნოთ ისიც რომ 2012 წლამდეც როცა თითქოს ეს ყველაფერი არ იყო, მაშინაც ბევრი პრობლემა იყო. კი არა, პრობლემა კი არა. იქაც რო არ იყო რაღაცეები მთლად კარგად, ამიტომ გაუვალდილდა მარგველაშვილს პირველ ამ უცნების პირველ პრეზიდენტს მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება და რეალიზება და ეგ რთული საკითხია. საინტერესოა. თუნდაც იგივე აი განათლება ვის ხელში იყო ხოლმე ჩვენს ქვეყანაში ბოლო 13 წლის მანძილზე მაგალითად ხო აი მარგველაშვილი თითქოს ხომ ადამიანია რომელმაც მე რაღაცა ისე ჩვენ ხარეს გადმოვიდა იქამდე რექტორი იყო უნივერსიტეტის და ბევრი საინტერესო ტიპი იყო თავიდანვე მაგრამ რაღაცა უკავშირდება ძალიან ესეთი გადაწყვეტილებები მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტთან დაკავშირებით როგორი აკრედიტაციის შერჩერება ეს წიგნების წართვა ანუ ბევრი ისეთი რამე მოკავშირდება რაც რიბლად რო ვთქვათ მის იმაში რა ქვია მის ბიოგრაფიაში კარგად არჯდება და ნახეთ აი მან და არის შემდეგ კიდევ ვინ იყო მინისტრი განათლების თამარ სანიკიძე მერე სანდრო ჯეჯელავა მერე ჩხენკელი მერე მიხეილ ბატიაშვილი მერე ისევ მიხეილ ჩხენკელი და ბოლოს მოვიდა ყველაზე კატასტროფული სამეული ალბათ შაშკინსაც რო გადააჭარბეს მანამდე რაც იყო ეს ჯერ ძალიან საინტერესოა რა მაგარი მერე წულაძე და ეხლა ეს მიქანაძე იყო ესე პენიტენციური ძალიან საინტერესო ის ანუ თითქოს რომ აი რაღაცა სკოლა არის ციხე და ისე უნდა მოექცეს სკოლის მოსწავლეებს როგორც ციხეში ექცევენ მანდატური სამსახური შექმნა შაშკინმა და დღემდე აგრძელებს ეს არის კატასტროფა ის რაც თქვით აი არ მინდა გაუშვა შანსი გამოხმაურების აი ბოდიში როგორი გადაწყვეტინე ხარ მნიშვნელოვანია რომ აი ვის ხელში იყო განათლების სისტემა ეგ ძალიან არსებითი კითხვაა ხო რა ჩვენ მინისტრების ლეველზე წავედით ხო რომლებიც უფრო პოლიტიკური ფიგურები არიან ჩვენთან ან საგანმანათლებლო ლიდერები მინისტრებად არ ხდებიან საქართველოში ესე ხდება მაგრამ განათლების პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ განათლების გადაწყვეტილებები ყოველთვის არის სამი მხარის დიალოგის შედეგი ხო ერთი არის პოლიტიკოსები ვთქვათ რომელიც ვთქვათ აი თავის სოციალისტურ ეჯენდას ახორციელებენ როგორც ეს წიგნების შემთხვევაში მოხდა ხო მეორე არის განათლების ექსპერტები და სპეციალისტები დაწყებული მასწავლებლებით, ვინც უშუალოდ ასწავლის და საგნის სპეციალ დამთავრებული ლექტორებით და განათლების მიმართულების პროფესორებით, ვინც არიან და მოკეთ ფართო სპექტრია და არის კიდე ფართო საზოგადოება, ხო, რომელიც რაღაც საკითხების მიმართ სენსიტიურია, რაღაცის მიმართ ნაკლებად, რაღაცას ითხოვს, რაღაცას არ ითხოვს და ყოველთვის როცა რაღაც გადაწყვეტილება მიიღება, ეს დიალოგი უნდა იყოს ამ სიმბიოზის შედეგი, რომ ანუ იმეგი მაქვს ჩემი სოციალისტური პლატფორმა და პატივსცემთ კი ბატონო, მაგრამ მოდი შევხედოთ რაღაც წიგნებს რო ასე აკეთებ, რას ამბობენ განათლების სპეციალისტები, ასე ჯობიაო, ხალხის განწყობა როგორია და ეს კიდე მე ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ ეგ წიგნების თემა კიდე ყველაზე პატარა დანაშაულია იმასთან შედარებით. აი, რომლითაც არავის არ მოусვენეს მართლა. ნახეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ ამ პრობლემებზეც ისე ზოგადად გასაუბრებთ ბოდიში ნუკლი რო ჩაგეჭერი და მე შემოგთავაზეთ ბოდიში ასევე შეგაწყვეტინეთ თქვენი აზრით რომ დავწრილდეთ აი ისტორიის მიმართულებაზე რა უნდა შევცვალოთ და თუ გაქვთ თქვენი შეთავაზებები თუ გექნებათ ახლა მე დარწმუნებული ვარ როგორც ყველა კარგ საჯარო მოხელეს თქვენს და ბევრ ადამიანს ყველა სივრცეში აქვს თავისი იდეები რომელიც უბრალოდ ვერ ხორციელდება იმიტომ რომ ესეთ სისტემაში ვართ უკვე რომელიც ნელა უფრო და უფრო ემსგავსება რეჟიმს სადაც ინიციატივების წარმატების შანსი არის თითქმის ნული თუ კი არ ემსახურება რაღაც კონკრეტული ინტერესს და აი ეგ პრობლემები რო გაგვიზიაროთ რა პრობლემები დაგროვდა და მე რაღაც კარგი უბრალოდ დავაზუსტოთ რომ საჯარო მოხელე რა ვიცი სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ყოფილა არასდროს ანუ მოკეთ რო ხო აღნიშნეთ რომ არის სამმაგი პოლიტიკოსი საჯარო მოხელეები კიდე განათლების სპეციალისტები და ფართო საზოგადოება ანუ მე ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში მუშაობდი სადაც იქ საგნობრივ სპეციალისტთა გუნდი იყო მუდმივ მოქმედად რომელიც საჯარო მოხელეები არ იყვნენ მაგრამ ეს ინსტიტუცია პასუხს აგებდა საზოგადოებრივ პედაგოგიკური აზრის
კადრის ინფილტრაციაზე განათლების პოლიტიკაში, რომელიც დღეს გაუქმებულია პრაქტიკულად. ანუ ეს პროცესი ჩამოაშორეს, ზემოკლედ აი ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველო, სადაც აგნობრივი ექსპერტები იყვნენ და განათლების ანუ თითქოს არ გააუქმეს, ანუ სამმართველოს სახით ის, მაგრამ ვინც იქ იყო, ყველა გადაიყვანეს პროდუქტზე მიბმული მათ. აი მომიტანე შენ ისტორიის წიგნი, მომიტანე შენ რაღაც პროგრამა, მომიტანე რაღაცა ტრენინგ მოდული, მომიტანე რაღაცის კონცეფცია და აი პროცესს ჩამოაშორეს. ანუ თვითონ განათლების პროცესს და პოლიტიკის პროცესში ხალხი აღარ მონაწილეობს, ვინც დღეს დარჩა სხვადასხვა მიზეზებით იქ, ისინი უბრალოდ პროდუქტს აწვარებენ. ანუ ეს ფაქტი ყველა რა დაშავდაო და ერთი ყველაზე დიდი რაც დაშავდა, განათლების პოლიტიკა გადაიქცა ტექნოკრატიული აღსრულების ჩვეულებრივ იმათ, სადაც აი ავია ქარხანაში თუ ტანკის მწარმოებელ ქარხანაში აწარმოებ ადმინისტრირებას თუ სამინისტროში დიდი განსხვავება ხალხისთვის არც არის, ხო? კიდე ერთი, ანუ მივიღეთ სისტემას, სადაც აი ეს სამაგი დიალოგი აღარ არის. არის მხოლოდ დაანონსებული, აი ამის კლასიკური გამოვლინება იყო. ეს 11 წლიანი სწავლება, რომ გამოვიდა კობახეთს და თქვა და არავინ არ იყო იქამდე ჩართული ამ ამბავში. აბსოლუტურად არავინ არ იყო, სულ აი ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რაც ხდება, ანუ იქ 1000 დისკუსია იყო მე-12 კლასთანში საშუალო საფეხურთან დაკავშირებით, მაგრამ ხუმრობითა და ჩურჩულითაც კი არავის აუთქვამს კლასის გაუქმება, ანუ საერთოდ ეს არ მოდის არავისგან. იმან კალიგულამ როცხენი დასვა იმპერატორად, ეს ზუსტად ასე თქვა, რომ ასე იქნება და ყველა უნისონში დღეს იმეორებს. ანუ ეს არის ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო განზომილება ამოვარდნილია განათლების პოლიტიკიდან და გადაწყვეტილებას იღებენ ჩვეულებრივი ტექნოკრატები, ჩვეულებრივი ბიუროკრატები და ბიუროკრატიც უცი სიტყვა არ არის ჩემთვის. აი ადმინისტრატორი, მენეჯერები კი არა, აი დიუნის ტიპის ადმინისტრატორები მუშაობენ, რომლებიც ეს არის ძალიან ცუდი. ნუ მეორე დიდი პრობლემა, ხო ეს თქო უნდა კოლაფსია. სკოლისგან თუ დააკვირდებით ახლა დღეს უმაღლესი განათლების კუთხით რაღაც პრობლემები როა კიდე გამოდის ხალხი, თუმცა იქაც უკეთესი შეიძლება, ხო? მაგრამ სკოლის კუთხით არავინ არაფერს არ ამბობს, ანუ სიჩუმეა სრული და ეს არის კოლაფსი. და მეორე დიდი პრობლემა და დანაშაული იყო ის, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის ესეთი დოკუმენტი, რომელიც განათლების მისიას და მიზნებს გასახავს და მის რევიზია მოხდა. ოღონდ ეს რაც ვისაუბრეთ, ეს ფუფუნება იქ ისეთ პრიმიტიული რაღაცეები ჩაწერეს შიგნით და ისე პრიმიტიული პროცესი იყო, რომ ეს ახლა რაღაც აკადემიის სტომბათ მოეჩვენოს შეიძლება ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ზედაპირულად შევეხეთ ამ საკითხს, ხო? ანუ უბრალოდ პრივატულად აიღეს და რაც უნდათ ის დაწერეს. არავის ვითომ ის კი არ იყო ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, არამედ რაღაც პარტიული თუ რაღაც კონკრეტული ადამიანების, ეს იყო კრიმინალი, რაც გაკეთდა და იმედია ამის გამკეთებლები. საინტერესო ის არის, აღსრულებაც ხო საინტერესო, ანუ რეალურად ჩვენ გვინახავს ქართულ ოცნებას ბევრი რამე უთქვამს, მაგრამ შემდეგ თაროზე შემოუდიათ ყველაფერი. ხო, ანუ აღსრულება ალბათ იმ მაქსიმუმ იმაში შეიძლება გამოიხატოს, რომ უნივერსიტეტების ქონებები გაყიდონ და ასე რა ქვია ვიღაცები დახურონ, თორე რეალურად გეგმა რო აი ეს ამხელა გეგმა თან იმ კომისიაში არიან, სულად ოდიეზური ახლა კალაძემ რა ის განათლების რეფორმას უნდა მიხედოს და აი ხო სისულელია უბრალოდ აი უნდა ხელი უნდა მოაწოდონ მაგალითად გპ-ის კორპუსების გაყიდვას. მაქსიმუმ ეგ არის განათლების რეფორმის ესეთი ხულინური ჩანაფიქრიც იდგას პრიმიტიული ამის უკან არ ვიცი. ნუ კალაძე თუა წესით გპ-ის შენობები უნდა გაიყიდოს. ხო გუშინ ეგ არ ვიცოდი სხვათა შორის თურმე აი ილიონისთან დაკავშირებით ყოფილა რომ ილიონის ვერც ერთ შენობას ვერ შეეხებიან, რადგან ეს ილიონის ბალანსზეა და სახელმწიფოს თვითონ არ აქვს უფლება ილიონის თანხმობის გარეშე გაყიდოს. მისი რაიმე რა აქვთ ჩანაფიქრი. მაგრამ აი გპ-ის შემთხვევაში გახავს კამათი რომ ნახეთ რა აქვთ ჩანაფიქრი, ეს არ ვიცით ჩვენ და რატო აკეთებენ, რასზე და როგორც აკეთებენ. ანუ არ ვიცით ახლა ამირან გულში მღერო და უხორას ამბობენ, მაგრამ ფაქტია რომ რაც კეთდება, ეს ძალიან დიდი ბოროტება. ეგეც საინტერესოა ამ წლების მანძილზე რამდენი ეგეთი გრანდიოზული განათლების რეფორმა დაანონსებულა. აი ნახეთ მაგას ხო ეგ კარგია რომ თქვით, იმიტომ რომ ეგ აზრიც არსებობს. აი მე ხას უსმევ რომ ბოლო 3 მინისტრი რაც იყო, აი მოკეთ დიდი ხარვეზი ვთქვით, თქვა მარგველაშვილის დროსაც ხო, მანამდე შაშკინის დრო იყო კიდე, მე იქ არაერთ მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდებოდა, აი სქემა მოიგონეს, მაგრამ ბევრი არაერთ მნიშვნელოვანი და ცუდი ხდებოდა მანამდე. ხო, ლომაიას მე რაღაც ნორმალური რეფორმა არ ჩადაროსაც მინდა გითხრათ, ეს golden age-ად არის გამოყვანილი ეს რომაიას დრო იქაც ძალიან და იმის
ბევრი შედეგს დღემდე ვიმკით. ანუ არ არის ისიც სულ იყო ეს პრობლემა, მათ შორის აი ეს დროსაც აუცილებლად, მაგრამ ისე თქმა მინდა რომ ყველაფერი ეს მონაგონია დღეს რაც დაიწყო ამ ბოლო 3 მინისტრის დროს ეს არის როგორც გითხარით ეს გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე წულაძე და გივი მიქანაძე, თამარ მახარაშვილი ყავთ ერთი მუდმივი მრჩეველი რომელიც ყველა მინისტრს გაყვა, ანუ ეს კურატორი ზოგადი განათლების მინისტრის მოადგილე, ანუ ის რაც დღეს ხდება, ეხა პიროვნებებზე კი არ არის აქ საქმე, მაგრამ ეს არის მანამდე როგორი ვითარება იყო იცით რომ რანამდე ქართული ოცნება ასე კაცრად და ხისტად არ ერეოდა, ანუ განათლების პოლიტიკა მისთვის არ ყოფილა პარტიული ხმების მოპოვების თუ იდეური სამსახურის ეს ანუ იმასთვის იყო რომ აი ნაციონალების დროს შაშკინი ცუდი იყო და ჩვენ ისე ცუდი არ ვართ. აი რაღაც ეს რაღაც თავისუფლება სივრცეს აძლევდა ინსტიტუციებს, განმე კი ბატონო ბევრი არათანმიმდევრულობა, ბევრი არასწორი რამ ხდებოდა მაშინაც და ამაზე ცალკე გადაცემა შეიძლება რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, მაგრამ ამ ბოლო 3 მინისტრის დროს დაიწყო მონოპოლიზაცია სისტემის პრაქტიკულად და მისი ინსტრუმენტალიზაცია. აი საბჭოთა კავშირის დროს რო კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას ვერ განასხვავებდი სასწავლო განათლების სეგმენტიდან, აი დაახლოებით აქეთ სვლა დაიწყო და რა გააკეთეს, მიზნები შეცვალეს. თვითონ პრიმიტიულ აღსრულების სტრუქტურად გადააქციეს სისტემა და ამისთვის რა დირექტორების არჩევნები ჩაატარეს, სადაც ვინც უნდა განათლების კომპონენტი არ იყო. აი მაგალითად მაშინ მუშაობდი მე სამინისტროში და არც ერთი საგანმანათლებლო პროფილი სპეციალისტი არ იჯდა იქ. ანუ იყო აბსოლუტურად ეს რა ვიცი, აი მოკეთ სახელმძღვანელოების შემუშავების წესი ვითომ გააჩერეს რაღაცისთვის და მოშალეს და მოკეთ გამოვიდა რომ თუ კი ადრე ბევრი პრობლემა იყო და ჩვენ შეგვეძლო ადრე გველაპარაკა რომ არასწორად კეთდება რაღაცა, მაგრამ ვერც ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვი რომ მოტივებს ვერ დავაყენებ ეჭვში. კარგი უნდათ, მაგრამ უცოდინარობისა თუ პატივოყვარეობის გამო რაღაცა არ გამოვიდათ კარგად. აქ პირდაპირ ცუდ მოტივებზია უკვე ლაპარაკი და პირდაპირ ეს სისტემა უკვე აღარ არის. აი ნინო დათაშვილის საქმე რო იყო გახსოვთ, ანუ იყო მაშინ ლაპარაკი რომ მასწავლებელს სტიგმას ადებდნენ, ხო? და მე ვთხარი მაშინ რომ რა უყოთ თუ განათლების სისტემაში მოღვაწე ადამიანებს უფრო მეტი საერთო შშს-თან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქვს და არა განათლება დაიცავენ. მაცასით ნინო დათაშვილი ვის უნდა დაეცვა პირველი მინისტრის მოადგილეს საგანმანათლებლო სიტყვების ხელმძღვანელებს უნდა ეთქვა თუნდაც არ ვიცი მართლა რაღაცა არ ყოფილიყო იმ საქმეში ერთ მნიშვნელოვანი სოლიდარობა მაინც სოლიდარობა ხო უნდა გაბარა ამ ხალხს უფრო მეტი საერთო აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანდატურს რომლის თვითონ ცემის გამო ეჯდათ დათაშვილის წაში იმასთან უფრო მეტი საერთო აქვს მინისტრს ვიდრე საქმეც ეს არის იმას მინისტრს მე მგონი თავის ბექგრაუნდითაც და აქ ხო ნახეთ შინაგან საქმეთა მინისტრი დღევანდელი ჩვენ განათლების სამინისტროს ის იყო მინისტრის მოადგილე ხო აქედან კადრების ასე გაცვლა გამოცვლაც პირდაპირ ხდება და ანუ ეს ძალიან ცუდი სიმპტომია. მოგეთ მაშინ იყო პრობლემა არასწორად დაგეგმილი და არათანმიმდევრული განათლების პოლიტიკის, მაგრამ სისტემაში მყოფი ადამიანები იმედს არ კარგავენ რომ ეხლა თუ არა შემდეგ წელს ხო და ეხლა კი ეს განათლების სისტემის საგანმანათლებლო განზომილება ამოვარდა საერთოდ აქედან საუბარია ჩვეულებრივ არ მინდა ეხლა ძალიან პესიმისტური ვიყო, ანუ შეიძლება ამ ყველაფრის ალბათ შემოტრიალება და გაზრდილება, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ეს ბოლო 2 წელი რაც ხდება ნამდვილად ვერ შევადრით მანამდე და კიდე მანამდე რაც ხდებოდა პოლიტიკური ვითარების შემოტრიალების გარეშე ხედავ მაგის იმედს რომ ეს შეიძლება პირიქით შეიცვალოს კარგი. არა, ეხლა იმაზე რომ აი იმაზე ოცნებასთან ჭიდილი რომ აი განათლების შეცვალა. აი ოცნება არის შესაძლებელი პირდაპირ. აზრია რასაც თან ვერ საიძულებ, რაც არ უნდა მოიდომო, თუ მთავარი იძულება არ იყო მისი შეცვლა და აი ცოტა შეტევა ჰქონდა დიმიტრი შაშკინს 2011-12 წელს ნაციონალების ბოლო 2 წელი როცა იყო, იქ მახსოვს იქ თანამშრომლებზე ის იყო მაგრამ ასე დაამთავრა ზუსტად ასეთ სიხისტეზე რო გადავიდა 1 წელი არ დააგვიანდა მის ტრანსფერს სხვა სფეროში და იმედია ახლაც განმეორდება ისტორია. ყოველ შემთხვევაში ესენი ყველაფერს აკეთებენ რომ ისტორია ვახსენეთ და ისევ ისტორიაზე მინდა გითხოთ. თქვენ ხომ არ გაქვთ რაღაც იდეები, ან რას ფიქრობთ, აი როგორ უნდა ვასწავლიდეთ ახლა ისტორიას, მათ შორის ტექნიკურ დონეზე თუ არის რაღაცები, რასაც შეცვლიდით და ასევე ერთია როგორი სახელმძღვანელოები გვაქვს და შესაძლოა სახელმძღვანელო ალბათ რაღაც მომენტში შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ მეორეა
ვინ ასწავლის და როგორ ასწავლის, ხო? ალბათ ამ ორ შორის კორელაცია მაინც არ იქნება, თუ კარგი სახელმძღვანელო გაქვს, შეიძლება ისეთი მასწავლებლები გყავდეს, რომლებმაც შედეგი მაინც ვერ მიიღონ, მოიტანონ ის, რაც იყო განსაზღვრული, რაც ან ხალხს უნდოდა, ან დამგეგმავებს და ასე შემდეგ. ამაზე რას გვეტყობთ? ნახეთ, მე ძალიან არ მიყვარს მასწავლებლის კომპეტენციებზე ლაპარაკი. გეტყვით რატომაც, იმიტომ რომ მასე ახლა ყველას კომპეტენციაზე შეიძლება ყველა სფეროში ლაპარაკი, უბრალოდ მასწავლებლები რატომღაც უფრო მიზანში არიან ხოლმე ამოღებული. სრულყოფილება ამას ესეთი გამონათქვამია, რომ იდენად რთული პროფესიაა პედაგოგიკა, რომ ერთი ცხოვრება არ კმარა მისი სრულად დაუფლებისთვის, ხო? იგივე მეც მასწავლებელი ვარ და რამდენი შეცდომა და მიუღწეველი მიზანი მახსოვს ჩემი, ხო, ანუ შემთხვევაში, ანუ რომელიც არც სხვა ჯობია, მაგრამ არც სხვაზე არ ესინგონია ჩემი თავი, ხო, ანუ არის ეს პრობლემა. მან უბრალოდ ალბათ ყველაზე მთავარი და არსებითი რაც უნდა გაკეთდეს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს დაწყებული კონცეფციიდან დამთავრებული იმით, რომ სწორად უნდა იქნას ფორმულირებული, რას ვაკეთებთ და რატო ვაკეთებთ. ანუ აი რო შედის მასწავლებელი და იყოს კაფეო განსაზღვრა რატომ ვასწავლი ისტორიას, რითი არის ჩემი სწავლების სტილი განსხვავებული, ვიდრე იგივე მე ვთქვათ უნივერსიტეტში რო ვასწავლი სტუდენტებს ისტორიას, რა არის აქ ის განსხვავება. რეალურად ხშირად არის რომ დიდი განსხვავებას ვერც დაინახავ იმაში, რასაც იკაკეთებენ, ხო? უნდა იყოს რომ აი ბავშვისგან რა მოლოდინები გვაქვს, ხო? ეს რაღაცა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიოს, გამოცდა ჩააბაროს თუ რაც არასწორია, რა თქმა უნდა, გამოცდისთვის სწავლა და რაღაც პრესკრიპტიული შედეგებისთვის სწავლა, რაც ზოგჯერ ადრე იწერებოდა იგივე ლომაიას დროს თვეების მიხედვით და ტრიმესტრების მიხედვით, ესაც არასწორია. ანუ ათვლის წერტილი უნდა იყოს ბავშვი და მოლოდინები ბავშვის მიმართ უნდა იყოს და ეს ბულინგი ბავშვებზე რო არ სწავლობენ, ცუდად სწავლობენ, ეს თაობა არ ვარ გაწინა თაობა ჯობია, ეს უნდა შეწყდეს, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ეს თვითონ განათლების მიზნებისა და სკოლის ფუნქციის არასწორი გააზრებიდან მოდის ეს. აი მე მგონი რომ საქართველო არ არის ყველაზე ცუდი ქვეყანა კადრების თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ ყველა საგანში გვყავს რაღაცა კოჰორტა მასწავლებლების. უკეთესიც შეიძლება, მაგრამ ბევრს ესაც სანატრელი აქვს, ხო? და ანუ აქ საჭირო არის უბრალოდ სკოლის თემში იქ სწორად დასმა საკითხის, რისთვის მივდივართ, სახელმწიფო რას აკეთებს ამისთვის, ჩვენ რას ვაკეთებთ და ეს სიგიჟეები უნდა მოიხსნას, ხო, რომ ეს განათლება ის ინსტრუმენტალიზება, რომ დღეს თუ ლიბერალები არიან, ლიბერალები ცდილობენ იქ რაღაცის გატარებას, კონსერვატორები თუ არიან, კონსერვატორები ცდილობენ იქ რა ვიცი, სოციალისტები თუ მოვლენ შეიძლება იმან ეს ცდილობენ და თანაც ეს ყველაფერი სულ ზედაპირზე ხდება რეალურად, ხო, საკლასო ოთახში არ ჩადის ეს ასეთი ინიციატივა და ანუ პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო საკლასო ოთახში უნდა შევიდეს, ოღონდ ეს პოლიტიკა უნდა იყოს არა რომელიმე იდეოლოგიით ინდოქტრინაცია სკოლის, არამედ მოსწავლის, აი ემანუელ კანტს აქვს ნათქვამი, რომ პედაგოგიკა რა არის, რომ სხვის თავისუფლებაზე იზრუნო, ანუ ასწავლო ადამიანს როგორ იყო თავისუფალი და აი ეს სისტემა უნდა აიგოს ასე. ნუ ეს უთულესი საქმეა თვითონ განსახორციელებლად, მაგრამ არც ისე ძნელია მწვადების ისე დასმა, რომ ამ რელსებზე მიდიოდეს გზა. არჩევის მნიშვნელოვანია ალბათ ვასწავლოთ როგორ ისწავლონ. იმიტომ რომ მე ესე ვგრძნობ მაგალითად, რომ მართალია რაღაც საგნებიდან არაფერი არ მახსოვს, თუმცა კი ფრიად უსნად ვითულებოდი. მაგრამ ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა რომ მე უბრალოდ მაშინ უკეთ მესწავლა როგორ შეიძლებოდა ესა თუ ის რაღაცა მიმართულება შემემეცნებინა და ამასობაში არც ეს მისწავლია, ის საგნებიც რაც ვისწავლე იქიდან არაფერი არ მახსოვს. და ეგ დროის დაკარგვა გამოვიდა. ხო, იცი როგორ გააკეთა. ხო, და აი ზუსტად ეს არის საფუძველი დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის, რომელსაც კი ბატონო აქვს თავის პრობლემები, მაგრამ გულისხმობ იმ გეგმას კობახიძის განცხადებით, რომ პრაქტიკულად ძალადაკარგული ცხადდება, ხო, ანუ 11 წლიანი სწავლების ფორმატში და მე ვცდილობ კიდეც თანამოაზრეებთან ერთად, რომ იქ რაც კარგია, შევინარჩუნო, რომ რაიც იქნება შეიცვალოს რამე და რაღაც გამოცდილებას დაგროვილა სხვადასხვა ინსტიტუციებში და სხვა მასწავლებლების ხელით არ დაიკარგოს და აი ამ ფილოსოფიას ასე ქვია პრინციპში რომ არის საფეხურის ბოლოს აი ისტორიაში რო 6 ცნება დავასახელეთ ხო ანუ მის უკან დგას რაღაც კომპეტენციები ანუ აი ფიზიკაშიც ქიმიაშიც ბიოლოგიაშიც ხელოვნებაშიც ანუ ყველა საგანში არის გამოყოფილი ეს და მიზანი რა არის რომ თქვათ ისტორიაში რას ნიშნავს ისტორიის ცოდნა რომ მე შეიძლება არ ვიცოდე სამხრეთ ამერიკის რომელიღაცა ქვეყნის ისტორია მაგრამ ცნობ მასალას რო შევხვდები
მასთან მუშაობა, თევზაობა შემასწავლე და არა თევზით გამომიტენე კალაშა. ანუ ამ შემთხვევაში არის ეს მომენტი, რომ ყველა საგანში ეს მიდგომაა, რომ ანუ თვითონ აი განსხვავება უნივერსიტეტს და სკოლას შორის ეს არის, რომ აქ ვასწავლეთ აზროვნების ახალ ინსტრუმენტებს ვაძლევთ, ხო, ინსტრუქციებს ვაძლევთ, როგორ სხვადასხვა კონტექსტებს როგორ მოეღოს. ანუ ყველა საგანი ახლა ზოგჯერ საგნობრივ სწავლებასაც ებრძვიან სკოლებში, რომ ბევრი საგანია ძალიან და არ მგონია რომ ეს ყველაზე კრიტიკული საკითხი იყოს, იმიტომ რომ ეს საგნები გასახავს ცხოვრების სფეროებს, ხო, რასაც ყოველდღიურად ხვდებით, ხო, ანუ ისტორიაც, ბიოლოგიის მსგავსად ცხოვრების სფეროა, ხო, რასაც უყურებთ. უბრალოდ არ უნდა იყოს დაბომბვა ბავშვების უამრავი ფაქტით და უამრავი მასალით და არ უნდა იყოს უნივერსიტეტის სილაბუსების შემცირებული რაოდენობა. აქ სხვა მიზანი უნდა გქონდეს ჩვენ, რომ აი ამ ტიპის მასალასთან, რა ვიცი, ფიზიკურ მოვლენებთან, ბიოლოგიურ პროცესებთან, ქიმიურ მოვლენებთან, ისტორიულ მოვლენებთან მუშაობის გამოცდილება უნდა სკოლამ უნდა შეუქმნას ბავშვს გამოცდილება პროექტების გზით, კომპლექსურ დავალებებს უძახდით ხოლმე და საკეთდებოდა პროექტების გზით, მუშაობის გზით, რომ ეს გაყვეს, რომ ბავშვობიდან არაფერი არ ავიწყდება, რომ მე რა ვიცი, მომავალში დაჭირდება ხო არ ვიცი, შეხვდება ისტორიულ, სოციალურ მოვლენას, იმაზე მუშაობის ის კონდეს თორე ახლა რაც თქვენ თქვით რომ აღარ მახსოვს ბევრი რამეო. ეგრე არც არავის არ ახსოვს ხო, იმიტომ რომ თუ არ მუშაობ აქტიურად რომელიმე პროფესიაში, ფაქტები გავიწყდება, მაგრამ ისტორიის ცოდნა არ ნიშნავს რომ მაინდა-მაინც 100 და 200 ფაქტი იცი. შეგრძნების დონეზე და რაღაცა ლოგიკური აზროვნების დონეზე რაც შემდეგ დიდობაში მიღებული ფაქტის გადამუშავება არის მნიშვნელოვანი და არა ამ ფაქტის სამუდამოდ შენარჩუნება გონებაში. ესე ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ ეგ არის არსი. ამის გამოყენება, რა ვთქვა, დიალექტიკა უნდა მოხდეს იმ ცნებების, ჩემი ცხოვრების გამოცდილებით, რაც შევიძინე და არა საცავებით შევინახე რაღაცა და საჭირო დროს ლექსის სახით ვთქვი ხო. საცავი გვაქვს ტელეფონში, 21 წლის დაგუგლო. ზუსტად ეგრე. ნუ დღესდღეობით მაგასაც დაგუგლო და ChatGPT-ის გამოყენებით. მაგრამ ChatGPT-ის ტექნოლოგია კი. მაგრამ ChatGPT-ის გამოყენებაც უნდა ვისწავლო. მან ხო დანიშნულია თანამედროვე რაღაცები საინტერესოა მასშტაბლების პრაქტიკაში რაც ცვლის კითხვის დასმა ChatGPT-ისთვის კი ზოგადად ინტერნეტში მოქცევა და რაღაცა ინფორმაციის მოძება უნიშნულოვანესი თვისება თანამედროვე ბავშვის მაგალითად რომ ხო ყველაფერს უნდა გამოყენება ხო მათ შორის მასაც როგორ მოიძიო ინფორმაცია ისე რომ რაღაცა დეзинფორმაციის მსხვერპლი არ გახდიან რაღაცა მსგავსი. ანუ აი ისტორიაში რო ვთქვი რომ წყაროს ისტორიის მიზანი ერთ-ერთი არის რომ ისტორიულ წყაროებთან მუშაობა შეეძლოს ბავშვს ანუ მიხვდეს რომ პირველადია თუ მეორადია ანუ უშუალო მხილველისგან მოდის თუ არ მოდის ანუ როგორ არის ვინც თქვა რატომ თქვა ანუ ისე აი ეს არის ესეც საკითხები ეს არის ისტორიის ცოდნის კომპეტენცია და რომელსაც ნებისმიერ საკითხზე გამოიყენება ჩვენ საზოგადოებაში აუცილებლად ასე ვთქვათ ადრე თუ გვიან გასავრცელებელია იმიტომ რომ მე არაერთხელ ყოფილი ვარ ისეთ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩემი თანატოლი ადამიანი აბსოლუტურად არარსებულ ისტორიას ასაღებდა რა თვითონაც ჯეროდა, თითქოს ნამდვილად მომხდარი ფაქტია, მაგრამ როცა ვკითხე რომ საიდან გამომდინარე ამბობ ამას, სადღაც დადებული რაღაცა პოსტივით, რაღაც კარდი მაჩვენა, რომელიც ან ყველა შეუძლია ვორჩი აკეთოს და დაწეროს. ინტერნეტში იყო ასეთი. ყველაფერად გაიგებთ ასეთ რაღაცას. ყველაფერს ხო კონტექსტი აქვს. აი მაგალითად ამას წინათ იყო ეგ მთელი ამბები ატეხავდნენ პოსტების და ზოგადად იმედის და როცა ოცნების პროპაგანდა აი ბეკა კობახიძის და ნიკა ხოფერიას პოდკასტში დიდგორისაც ხო ან მოკლედ დიდგორის ბრძოლაზე კონდათ რაღაცა ჩანართი სადაც ამბობდნენ რომ 300,000 და 400,000 და 600,000 კაცი შეუძლებელია ყოფილიყო და ჩამოსულიყო იქიდან სხვა ქვეყნებიდან ჩვენთან საბრძოლოდ. ნუ ეს ხო რა თქმა უნდა მე და ყველას მე მგონი საღადვინც აზრუნებს იცის მშვენივრად რომ 500,000 კაცი აქ ჩამოსვლელი არ იყო. მაგრამ ამის საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერა. ამ ყველაფერს თავი დავანებოთ სიმართლეა თუ არ არის სიმართლე, მან
ხო ყველაფერი კომპლექსურია, თუნდაც აი რაღაცა გააზრება კონტექსტის, დათვლა, რაღაცა ანგარიში მინიმუმი, რომ აი დღეს წარმოვიდგინოთ დღევანდელი სტანდარტებითაც კი 500,000 კაციდან 500,000 კაცის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა უდიდესი პრობლემაა. ბევრი ხმაური რო იწყება ხოლმე რაღაც მითების დაცვისთვის, ესეც პრობლემაა. უბრალოდ ერთი სხვა პრობლემაც არის, რომ ზოგჯერ მითებზე შეტევა ასევე ხდება იდეური პლატფორმის ნაწილი, რაღაც ნაწილი საზოგადოების ის გასაზიანებლად ხო, ანუ დამოკიდებულების პრობლემაა სინამდვილეში რა, რომ ეს მითი კი აი ვაკეთრის თქმა მინდა, რომ აი დამოკიდებულება როგორ აი რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ისტორიული ფაქტების მიმართ ხო ანუ ისტორიულ წყაროების ისტორიის მიმართ ზოგადად ხო ახლა დაუშვათ ნამდვილად არ ნიშნავს რა ვიცი სოსო მარგიშვილმა ვინც 30,000 კაცი აუთქვა თითქოს მოსულიო ის კაცი ბრძოლაში იბრძოდა მერე და ძალიან კარგი ისეთი პატრიოტი ადამიანის ბიოგრაფია ჰქონდა ეს არ ნიშნავს რომ სამშობლო არ უყვარს იმ კაცს თუ უფრო სხვა აზრი აქვს იმაზე იგივე ბექა ყუბახიძეს და ნიკა ხოფერიასაც უყვართ რა თქმა უნდა საქართველო არ უნდა მიაწერო ეს რას აკეთებ შენ ეს არამეცნიერული მიდგომაა რა თქმა უნდა უბრალოდ ზოგიერთი აი ესე ვთქვათ მითზე ასე ვთქვათ ეპოტაჟური დარტყმაც არის ხოლმე ასევე პოლიტიკის ნაწილი რომ ანუ მიხვედი და აინდა მაინც აუფრიალე წითელი ახლა უნივერსიტეტში რო სწავლობდი მაშინაც ტაბუდადებული თემა იყო ხო ანუ რომ დავთვალოთ იქ ჯვაროსნებს რა ჯარი ყავდათ ის რა ჯარებს ხვდებოდნენ იქ მე აქ რა შეიძლებოდა ყოლოდათ ან შეიძლება როგორ გავზომოთ ჯარის რაოდენობა ვინც უშუალოდ ველზე იდგა თუ ვინც გზაში იყო ხო ანუ მეომრები გავზომოთ თუ მათი ლოჯისტიკა დავითვალოთ ანუ ძალიან რაღაცა შეიძლება უბრალოდ წყნარ გარემოში და როცა საქართველო არ გიყვარს ბიჭო და უშუალოდ შენ სტუდენტი ხარ ამის გჯერავს ასეთ ფორმატში არ ხდება აი ჯოროსნები ახსენეთ ძალიან საინტერესოა ეგ თავიდანაც თქვით რომ აი კონტექსტი გააზრება შენ სათხარ და გარშემო რა ხდება ხო აი დავით აღმაშენებელს უწევდა მეფობა ჯვაროსნული ბომების პარალელურად და ნუ ახლა ევროპელები უფრო კარგად ექცეოდნენ ისტორიის დაწერისა და შემონახვის ამბავს და შესაბამისად უფრო მეტი გაცილებით ბევრი ცნობა გვაქვს ჯვაროსნულ ომებთან დაკავშირებით და როდესაც აი სრულ კონტექსტში გაიაზრება ამას და გაიგებ რომ აი რამდენი კაც ჩადიოდა ევროპიდან მთელი ევროპიდან მაშინ რა ქვია პალესტინაში საბრძოლველად და იქ რამდენი ხდებოდა და მე გაიაზრებ რომ აქ იმ პერიოდში აქ 500,000 კაც რო არავინ არ გამოგზავნიდა ან რო არ წამოვიდოდა მაშინ მიხვდები რამდენად აქვს მნიშვნელობა კონტექსტს და მაშინ მიხვდები კონტექსტს. მაშინ მიხვდები კონტექსტს და ისტორიის სწავლისას ეს არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ ის კონტექსტი, რომელიც ისტორიის ამ კონტექსტის გამოყენებას როცა შევეცდებით უკვე დღევანდელი კონტექსტის სასარგებლოდ არ აქვს მიზანს მნიშვნელობა, ეს არის უბრალოდ აქ რა არის თავარი ჩემი აზრით, მაინც ისტორიაზე ლაპარაკით დავიწყეთ ხო დღევანდელი შეხვედრა რომ ამ გამოყენების ექსკლუზივი არავის არ უნდა კონდეს ხო? ანუ ეს არის თავი შეიძლება შენ ეს გიყვარს და გიორგი პირველზე რაც თქვით მაგალითად ხო ანუ მე შეიძლება როგორც ისტორიკოსმა მან ბევრი კითხვა დავსვა მაგრამ ეს თქვენი გაჩუმების საფუძველი არ უნდა გახდეს აი ანრი ირენ მარო იყო ესეთი ისტორიკოსი ფრანგი რომელიც ამბობდა რომ ისტორია ყოველთვის არის აწმყოსა და წარსულის შეფარდება ანუ მოხდა რაღაცა წარსულში და ყოველი შემდეგი თაობა აწმყოსთვის აქტუალურ კითხვებს უსვამს იმ წარსულს და ანუ ახლებურად აინტერპრეტირებს მას. შეიძლება ახლა საკუთრივ ისტორიკოსისთვის მაინდა-მაინც იმ კონტექსტში შესვლა იყოს ყველაზე მთავარი, მაგრამ ეს შესვლა მაინც ხდება დღეს აქტუალური კითხვების იმით, იმიტომ რომ დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიათ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხო. და ამდენად ჩვენც ამ კითხვების დასმის ფუფუნება ყველას უნდა ჰქონდეთ. აი ერთ თუ გვაქვს რო ერთ საინტერესო იმას გავიხსენებ, მაგალითად, როცა სამინისტროში ვმუშაობდი, ისტორიას ირიბად ეხება ეს, მაგრამ იქ კრას სოციალური ნაციონალური მოძრაობის დროს, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა დღეს რა. მოცემულობაში თუ ცხოვრობთ იმისგან, ძალიან პოპულარული იყო კონკურსების გამოცხადება რაღაც პატრიოტულ თემებზე. ანუ ეთყობა message box-ი იქიდან აქვს აღებული დღეს ძალიან რო თავსიდებენ პატრიოტიზმზე. ხო და ერთ-ერთი ასეთი კონკურსი იყო გამოცხადებული თბილისი ჩემი ქალაქი.
ასეთი სათაურიც და ხო და რავიც მოვიდა 30 ჯგუფი ბავშვების სხვადასხვა სკოლებიდან და ყველა ერთი და იგივე სტილში რომ აი ეს ქალაქი რომელიც ზოგი ვახტანგ გორგასალს ამბობდა ზოგი ვახუშტი კოტეტიშვილს ზოგი გივისი ხარუნიძეს რა ვიცი მოკეთ სხვადასხვა ისე თქვა მინდა რომ ამ ადამიანებს ზოგი თბილისის ბოხემას ამბობდა რა მოკეთ ყველა თავისებურად ცუც კი არ ხსოვდი კი არავის არაფერი უთქვამს მანამ ნუ გაიარა ერთმა ჯგუფმა გაიარა მეორემ გაიარა მესამემ და ბოლოს კითხვა დავსვი რომ ხალხო თქვენი ეს ხო თქვენი ქალაქია და აი თქვენი კომუნიკაცია არ გაქვთ სადმე არ ხვდებით ერთმანეთს არ თამაშობთ რაღაც სივრცეებით თბილისში თქვენს მენტალურ თემებში უფრო მნიშვნელობას სად ჩანს აქ თქვენი განცდები და თქვენი ყოველდღიურობა იქ თორე ვისაც რა კომუნიკაცია ქონდა ძველ თბილისთან ის იბათმა მშვენივრად წარმოაჩინა ზოგმა ვერ წარმოაჩინა და ჩვენი მეხსიერების ნაწილია მაგრამ თქვენთან გვაინტერესებს ის თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი და ის ადგილები სადაც რა ვიცი 100,000 მოწამეს აწამეს თუ რა ვიცი ეს მიტინგი ჩატარდა დღეს თუ რაღაცა დღეს დღევანდელი თაობის ბავშვებისთვის რას ნიშნავს და ისტორია ეს არის სწორედ რომ იმ ჩვენს წარსულთან იმ ქალაქის ისტორიულ ძეგლებთანაც უნდა გქონდეს ჩვენი კომუნიკაცია ხო აი იგივე შუშანიკის წამება თუ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება თუ რაღაცა ანუ ეს ტექსტი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს რა თქმა უნდა მაგრამ ყველას უნდა გქონდეს ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ექსკლუზივი ამაზე არ უნდა გქონდეს ვიღაცას ანუ ყველამ თავისი და ეს ამდიდრებს სწორედ ჩვენ კულტურას და ეს დიდრებს ქვეყანას და ეს არის საგნის სწავლების მიზანი და როცა ეს ექსკლუზივები იქნება ხო რაღაც რაღაცებს ვიღაცამ უფრო მეტი იცის და ის რო არის ხმა როგორ უნდა ამოიღო და ესეთი რაღაცა ის რო ხდება ეს უკვე არის ძალაუფლების სამსახურში ჩაყენება რაღაცეების და იწევს ძანცუთ ალბათ ეგ საქართველოს ისტორია არ არის ადამიანებისა და რაღაც პერსონების ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ქართველების ისტორია არ არის ძირითადად მეფეების და ეგ კიდე უფრო რთული საკითხია იმიტომ იგიც არის ანუ ეს ბავშვები მნიშვნელოვნად ეს ბავშვებიც მაქედან აზროვნებენ ალბათ მაქედან გამოდიოდა და აზროვნებენ რომ მე კი არ ვარ მნიშვნელოვანი და რაღაცა ჩემი ყოფა არამედ ვიღაცა ცნობილის თბილისი და არა ჩემი და შეიძლება და აი მაგ ზუსტად არის ძალიან კრიტიკული მომენტი უკვე არა ისტორიისთვის შეიძლება ჩვენი მთელი საზოგადოების განვითარებისთვის მაგალითად აი მე მაშინ სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან მისაყვედურეს მაგრამ დიდი პოსტიც გამოვაქვეყნე მახსოვს სტუდენტების მხარდასაჭერად რომლებიც აქციებზე იყვნენ გამოსული თავი ვერ შევიკავე რატომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ვიცი ლექტორი რო ხარ და შენ სტუდენტს ასახიჩრებენ როგორღაც გეკუთვნის Facebook-ზე რამის თქმა მაინც გეკუთვნის ხო თუ რაღაცა სამსახურიდან არ მოდიხარ ხო რაღაცა რეაგირები მაგრამ მეორე იმდენად მე სიამოვნა ეს ახალგაზრდური მუხტი რო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ სივრცეში ახალგაზრდებმა თქვეს თავისი სიტყვა და თავისი დინამიკა შექმნეს რომელიც პრინციპში თუ საღი რამე დარჩა ჩვენს სოციალურობა ეს არის ხო ის კუჩის პროტესტი რომელიც ახალგაზრდებიდან ის მაგრამ წინა თაობებმა ბევრმა ძალიან დათმო თავის პოზიციები უფრო წინა თაობებთან მიმართებით ხო ანუ აი ეს ბევრ თაობას არ მიეცა მოკლედ თავის სათქმელის თქმა და ხა ეს ახალი თაობები რაც მოდის ჯენზია თუ რაღაც მსახით ხო აქვს სხვადასხვა თაობის სახელებიც კი გაჩნდა თვითონ და მაშინ ბევრი ჰემინგუეისავით რო თქვა დაკარგული თაობები ბევრი გამოდგა ხო რომლებმაც თავისად აი მაგალითად ხა ჩემმა თაობამ ჩემ ავით რა თაობა ვარ ხა ძნელი სათქმელია მაგრამ ხო სტუდენტი არ ვარ და დაუშვათ ახალგაზრდად არ ვითვლები შემთხვევაში ხო მაგრამ არაფერი არ ვთქვამთ ხო ანუ ის აკადემიაშიც იგივე ინტერპრეტაციებია და აი კარგია რომ გაიხსენეთ ეს მაგალითი აი ნიკა ხოფერიას და ბეკა ხოახის ანუ ახალგაზრდა შედარებით ისტორიკოსები რაღაც ახალი ინტერპრეტაციით გამოდიან პირველ რიგში ხო ეს უნდა გაგიხარდეს ადამიანს და ეს გადაცემა არ უნდა გაიხატო რაღაც ძველი თაობის ისტორიკოსმა თუ რა ვიცი საზოგადო მოღვაწემ დარტყმის საგნად რა ანუ ეს პედაგოგიკაც არის თაობიდან თაობაზე გადაცემა კულტურის და აი ეს უნდა მოხდეს რომ რაღაცნაირად ახალ თაობას მეტი გასაქანი მიეცეს და ეს უნდა მოხდეს საზოგადოების ხელით იმიტომ ხელისუფლება რას აკეთებს კი ვხედავთ ხო 11 წლიანი სწავლება მოიგონეს უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები შეზღუდეს ყველა შესაძლო და შეუძლებელი ხერხით ამ ახალგაზრდებს და სტუდენტებს ებრძვიან რა ვიცი აღარ გამოიყენეს ხო ანუ მიტინგების დარბევიდან და დასახიჩრებიდან დაწყებული და პადიეზდებთან დახვედრება
სიმღერებით გაგრძელებული, იქ რაღაცა, აი რო გატეხონ რაღაცა ეს პოზიტივიზე და იმაზე რო უსმინოთ იქ რა ინტერპრეტაციები ხდება მოვლენების საერთოდ რა ვიცი. მოგინდება რომ ისტორიის ინტერპრეტაციის სურვილი მოუკლა ვიღაცას ხო? მაგრამ არა სწორ ყველას აქვს მაინც ინტერპრეტაციის სურვილება და ანუ ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა რომ ანუ იმ ისტორიით სხვა საგნებით და იმით ახალ თაობას მივცეთ ის რომ ჩვენი ქვეყანა განავითაროს და ეს არის განვითარება ზუსტად. მე მგონია რომ მათ შორის თავიდან რითაც დავიწყეთ რომ ქართულ ერს ისტორია უყვარს, მაგრამ ისტორია დიდწილად არ იცის, ეს იქნება როგორ მოეპყროს ისტორიულ მასალას არ იცის. თუ კი ვისწავლით ისტორიას და მათ შორის იმას კი როგორ მოვეპყროთ ისტორიას, ბევრ პრობლემას აღმოფხვრით. მათ შორის აი ესეთ პრობლემებს, რომელზეც ეხლა საუბრობდით, რომ დიდგორის ველზე რომ 500-ან 600.000 თურქ-სელჩუკი და მისი მოკავშირე არ იდგა, ეგ კი არ აკნინებს ჩვენს ისტორიას, არამედ ისეთი სხვა მოვლენები გაქვს აქ და მათ შორის თვითონ ბრძოლაც ისეთი არის, რომ ეს ყველაფერი კმარა იმისთვის, რომ ჩვენ იმაზე მეტად და ჭარბად გქონდეს რაღაც ეროვნული თავმოყარეობა აქედან გამომდინარე, რომ ამით შევძლოთ ვიცხოვროთ და მომავალში რაღაცა ორიენტირებით გქონდეს. მაგალითად, მაგ ეპოქიდან ბოდიში გაგაწოდებ, მაგ ეპოქიდან ახლა მაგალითად ოლთრო არსლანის დასის გამოსვლა და რაღაც პარლამენტარიზმის ნიშნები უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ისტორიისთვის, ვიდრე მაგალითად 500.000 კაცი დავამარცხეთ თუ 100.000. ისთვის რა არის მნიშვნელოვანი? ხო, ეს ნახეთ, მეც ახ გამოვიყენებ თქვენს ბოლო ალბათ დასასრულისკენაც მივდივარ და ბოლო იმას რომ ცოტა ეროვნული სენტიმენტები ჩემიც შემოვიტანო, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რამე ვთქვი, რაც შეიძლება აჩენდეს თითქოს დროსა და სივრცის მიღმა სკეპტიკურად განწყობილი ის. ანუ საქართველოს ისტორიაში გეთანხმებით, ბევრი რამ არის საამაყო ნამდვილად, ხო? ანუ არც ისე ბევრი მოიძებნება კულტურა, სადაც 3000 წელი უწყვეტი ტრადიცია გვაქვს საზოგადოების განვითარების, ხო? აი როცა ქართულ ენაზე აი იმ თაობიდან თაობა იცვლებოდა და კულტურა ვითარდებოდა და ვითარდებოდა. აი რამდენი კი მოიძებნება მსოფლიოში ასეთი უწყვეტი ხაზი, ხო? და კიდე ამას ემატება რა, რომ კიდე უფრო ძველად რაც იყო, ხო, იქ არქეოლოგიური კულტურებით რაც ვიცით ბრინჯაოს ხანაში, ეს კიდე შეიძლება ეს იყო და აი საამაყო ცოტა ამაში ამ სახელმწიფოებრიობის ამხელა ტრადიცია გვაქვს ბოლო-ბოლო და დღეს რაზე გვიწევს ლაპარაკი, ანუ ვამაყობთ იმით, რომ სახელმწიფოებრიობის ამხელა ტრადიცია გვაქვს და ლაპარაკი გვიწევს იმაზე, რომ რა ვიცი, მაფიოზური ოლიგარქიული კლანები კი არ უნდა მართავდნენ აბსოლუტიზმის რეჟიმში ქვეყანას და საჯარო სტრუქტურებს, ხალხის საჯარო სამსახურებს თავის პოლიტიკური პარტიის გაგრძელებად კი არ უნდა აქცევდეს, არამედ ჩვენ ხალხს, ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა გვეყუთნოდეს. ანუ საგარეო პოლიტიკაზე გადააქვთ ხოლმე ძირითადი აქცენტი ზოგჯერ, რომ რუსეთი თუ ამერიკა თუ რა ვიცი, ჩინეთი თუ ინდოეთი ხო. სინამდვილეში კი თავარი ჩვენი გამოწვევა დღეს არის თვითონ ჩვენივე საზოგადო ქვეყნისა და სახელმწიფოს ორგანიზება, იმიტომ რომ თუ ჩვენ დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო არ შევქმნით, როგორც ილია ჭავჭავაძემ ნაციონალიზმის ელემენტის შემოტანით 19 საუკუნეში გააძლიერა, აი ასევე დემოკრატიის პრინციპებმა ჩვენი სახელმწიფო დღეს უნდა გააძლიეროს, თორე თუ ეს არ მოხდა, არც ევროკავშირში შესვლა პანაცეა და მაგრამ თუ ეს მოხდა, თვითონ რუსეთმა თუ კიდე დაგვიპყრო, ისიც არ არის ქვეყნისთვის განაჩენი, ხო? ანუ რეალურად თავარი არის ის, რომ ჩვენ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო, ხო? დემოკრატიის პრინციპების გარშემო, სადაც ყველას გვეცოდინება, რომ შენი აზრი გაქვს, მე ისტორიას შენ ასე აინტერპრეტირებ, შენ ასე მე ასე, მაგრამ მოდი არ არსებობდეს რა მექანიზმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩუმებს და ჩვენ მშობლიურ კულტურასთან და ჩვენს მშობლიურ ისტორიასთან დიალოგს ყობახიძეს და ივანიშვილს რომ უნდა იმ ფორმატში ჩაგვისვამს. აი ეს არის ალბათ თავარი სათქმელი, რაც ყველა უნდა შეთანხმდეს და დანარჩენს თან ეშველება მე არის ნელ-ნელა. აუცილებლად. და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მე კიდე ბევრი შეგვიძლია საუბრობთ, მაგრამ სხვა გადაცემებშიც შეგვიძლია თუ დავთანხმდებით სიამოვნებით თუ რამეთი საინტერესო იქნება ჩართული. უფრო რამე კონკრეტული თემა შეგვიძლია ვიღოთ, თუნდაც საქართველოს ისტორიიდან დავუმუშავოთ განხილვას. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. ერთი სიტყვით დიდი მადლობა მოსვლისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ბევრი პრობლემას მიმოვიხილეთ, ალბათ ისეთები, რაზეც ღირს რომ საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს. მადლობა მსმენელებს, ვინც ბოლომდე გვისმინეთ და კიდევ ერთხელ თქვენ იმედია საინტერესო იყო. მომავალ შეხვედრამდე. წარმატებებს გისურვებთ.